წლების განმავლობაში ამ გაუხსნელი საქმეების მსხვერპლები ფიქრობდნენ, მიიღებდნენ თუ არა ოდესმე სამართლიანობას. მაგრამ თითოეულ შემთხვევაში სამართალდამცველები აგრძელებდნენ მინიშნებების შესწავლას და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებას, რათა საბოლოოდ გაეხსნათ დანაშაულები. ელიას აბუ ელზა, კაცი, რომელსაც სერიული მკვლელობის ბრალდება წაუყენეს, ბავშვობაში ოჯახთან ერთად ისრაელიდან აშშ-ში გადავიდა. Sebastopol ასაკში ის პირველად დასაქმდა პიედმონტის ქცევითი ჯანმრთელობის ცენტრში, ლიზბურგში, ვიზბურგში, ვირჯინიაში, სადაც ფსიქიკური ჯანმრთელობის ტექნიკოსად მუშაობდა. შემდეგ ის მიჩიგანში გადავიდა, სადაც ბეჭურში მდებარე King Water Market-ში გამგედულად დაიწყო მუშაობა. მაგრამ მალე მას პრობლემები შეექმნა კანონთან, თან როდესაც დაადანაშაულეს იმ პირსთვის ალკოჰოლის მიწოდებაში, ვისაც არ უნდა მიეწოდებინა. სწორედ ამ პერიოდში 2010 წელს 59 წლის კაცი დანით დაესხნენ თავს, მაგრამ არავის უფიქრია, რომ აბუ ელზა ამ დანაშაულთან იყო კავშირში. მაგრამ მისი დაპატიმრებისას აღინიშნა, რომ ის ცხოვრობდა რამდენიმე ადგილას, მათ შორის ფლორიდის ბრედენტონში და მიჩიგანის გრანდ ბლანკში. მან 2004 წელს ჯესიკა ჰერცი იქორწინა და მოგვიანებით აღიარა, რომ ეს ქორწინება შეცდომა იყო, რადგან ჯესიკა მალევე აღმოჩნდა ემოციური ძალადობის მსხვერპლი ქმრის მხრიდან, რომელიც ამტკიცებდა, რომ უყვარდა. ისინი 2007 წელს განქორწინდნენ და მალევე მან ახალი ცოლი იპოვა. ამ ქორწინების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, მაგრამ ცნობილია, რომ 2010 წელს აბუ ელზამა დანაშაულებრივი სერია დაიწყო, რამაც მისი ოჯახი შოკში ჩააგდო. მხოლოდ მისთვის ცნობილი მიზეზების გამო მან დაიწყო ღამით ლიზბურგის ქუჩებში მარტო მანქანით მოძრაობა და მსხვერპლთა ძებნა, რომლებსაც თავს დაესხმებოდა. მისი პირველი მსხვერპლი იყო მრავალი გამხდარი მამაკაცთან ერთ-ერთი, რომლებსაც მოგვიანებითაც დაესხმებოდნენ თავს. წლის მაისში მათთან მივიდა აბუ ელზამი. მან თავი დაკარგულად მოაჩვენა და გზის ჩვენებას თხოვა, რის შემდეგაც ამოიღო ბასრიდანა და მსხვერპლი მკერდში დაჯრა. მსხვერპლმა შეძლო მისი მანქანის აღწერა. ეს იყო მწვანე Chevrolet Trailblazer, რის შემდეგაც დაიწყო თავდამსხმელის ძებნა. შემდეგი 3 თვის განმავლობაში კიდევ ბევრ მამაკაცს მსგავსი არნაგობის მოუწია მსგავსი თავდასხმების გადატანა. მიჩნეულია, რომ მან 2010 წელს ისრაელის ქალაქ რამლაში, როცა სამშობლოში სტუმრობდა, თავის მეგობარსაც შეუტია, მაგრამ ამ განცხადებას გაგრძელება არ მოჰყოლია, რადგან მისმა მეგობარმა გადაწყვიტა არ ეჩივლა მისთვის. 2010 წელს პოლიციამ გამოაცხადა, რომ სერიულ მკვლელს ეძებდა, რადგან ეჭვი გაუჩნდა, რომ ერთსა და იმავე კაცს ეკუთვნოდა ამ რაიონში ბასრი იარაღით განხორციელებული თავდასხმების სერია. ამ საქმეების გამოსაძიებლად სპეციალური ჯგუფი შეიქმნა, რამაც კიდევ უფრო შემაშფოთებელი დეტალების გამოლენას შეუწყო ხელი. 9 აგვისტოს გამომძიებლებმა გააცნობიერეს, რომ ერთსა და იმავე კაცს ეკუთვნოდა 3 თავდასხმა მამაკაცებზე, სადაც იარავად ჩაქუჩი იყო გამოყენებული. სამივე მსხვერპლმა შეძლო თავდამსხმელისა და მისი ავტომობილის აღწერა, იგივე ავტომობილის ბილის, რომელიც დანაშაულის სხვა ადგილებზე შენიშნეს. მომდევნო დღეს კიდევ ერთი ბასრი იარავით თავდასხმა დაფიქსირდა და ჩანდა, რომ აბუ ელზამს შენელების არანაირი განზრახვა არ ჰქონდა. ის 5 აგვისტოს გააჩერეს და დააგავეს, მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ მასზე ძალადობის ბრალდებით ძებნა იყო გამოცხადებული. ის გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს და შემდეგაც ის ცდილობდა ისრაელში გაქცევას, რამაც მისი მეორე დაკავება გამოიწვია. ის დააბრუნეს ფლინტში, მიჩიგანში, სადაც ის იზოლირებულ საკანში ჰყავდათ მოთავსებული. პოლიცია თვლიდა, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეში იყო, რადგან მან ძალიან ბევრ ადამიანს შეუტია და თუ მისი დანაშაულების დეტალები სხვა პატიმრებთან გახდებოდა ცნობილი, ისინი სავარაუდოდ შურს იძიებდნენ მასზე. ის საბოლოოდ აღიარებდა თავის დანაშაულებს, მათ შორის ჯეიმი ლეიძე თავდასხმას ლიზბურგში 2009 წელს, რამაც ლეიძს სიცოცხლე დაუჯდა. აბუ ელზამს მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა პირობითი გათავისუფლების უფლების გარეშე. ცივი საქმეების გადაჯერის უცნაური მეთოდი ბოლო დროს გავრცელდა ციხეებში მთელ მსოფლიოში. ზოგიერთი ძველი გადაუჭრელი საქმის ამოხსნები, რომელთა გამოძიებაც ხელისუფლებას უჭირდა, სათამაშო ბარათებზე აღმოჩნდა. ეს იდეა შთაგონებული იყო პიროვნების იდენტიფიკაციის სათამაშო ბარათებით, რომლებიც 2003 წელს მთავრობამ გამოიყენა სადამ ჰუსეინის მთავრობის იმ წევრების ამოსაცნობად, რომელთაც ხელისუფლება ეძებდა. ეს გულისხმობდა გადაუჭრელ საქმეებში დაზარალებულთა სახეების და სახელების დაბეჭდვას. ეს თამაში გამოიყენებოდა იმისთვის, რომ პატიმრებს მოგონებები გაეღვიძებინათ, რაც იმედოვნებდნენ ბარათებზე, სადაც ჩვეულებრივ მეფე, დედოფალი ან სხვა სიმბოლოები იქნებოდა გამოსახული, ეხლა დაზარალებულთა ფოტოები, მოკლე აღწერა, მათი სახელები და შეთავაზებული ჯილდო იყო დატანილი. ესეთი ტიპის სხვადასხვა სათამაშო ბარათები გავრცელდა სხვადასხვა შტატებში, როგორიცაა ნიუ-იორკი, აიდაჰო, ფლორიდა, კოლორადო და სამხრეთ კაროლინა. მიზანი იყო, რომ პატიმრები ბანკოს თამაში ჩაერთებოდნენ და თამაშისას შესაძლოა დაზარალებულთა ფოტოები ან ინფორმაცია ეცნოთ. ჯილდოს დამატებით მოსალოდელი იყო, რომ ზოგიერთი პატიმარი შეიძლება სასარგებლო გამოდგებოდა.
ერთ-ერთი განაწილებული ბანკოს დასტის მაგალითი იყო ჯოკერის ბანკო, რომელზეც ეწერა, რომ ყველა მინიშნების შემცველი ზარი კონფიდენციალური იქნებოდა, ხოლო ქვედა ნაწილში ინთითებული იყო ნომერი. ამ ბარათზე ასევე ეწერა, რომ პივს არ მოუწევდა თავისი სახელის მითითება. ცივი საქმეების ბანკოს პროგრამის გამოყენებით არაერთი საქმეა გახსნილი, თუმცა საკმარისი ეროვნული მონაცემები არ არსებობს, რომ მისი წარმატება დამტკიცდეს. ერთი ესეთი შემთხვევა 2007 წელს მოხდა, როდესაც ფლორიდის ციხეში თამაში Go Fish შემოიტანეს, რამაც წარმოუდგენლად გამოიწვია პატიმრისგან მინიშნება, რომელმაც რეალურად გახსნა ცივი საქმე, რომელიც გამონძიებლებს 3 წლის განმავლობაში აუწევდათ. 2015 წლის აპრილში გაერთქვა, რომ კოლორადოს საგამოძიებო ბიურომ ცივი საქმეების ბანკოს გამოყენებით პატიმრებისგან 60-ზე მეტი მინიშნება მიიღო. სასჯელ ახსოვების დეპარტამენტმა და კონექტიკუტის მთავარი პროკურორის ოფისმა ციხეში შემოიტანეს ბანკოს თამაში, რომელშიც წარმოდგენილი იყო 52 ცალკეული საქმე და დაკარგული პირების საქმეები, რამაც 20 ამ საქმიდან დახურვა გამოიწვია. რაც შეეხება Patricia Berry-ის საქმეს, რომელიც დაკარგული ქალი იყო, ბანკოს თამაშის მეშვეობით მისი საქმის ციხეში გავრცელების შემდეგ მითითებული იყო, რომ დაკავება განხორციელდა. კიდევ ერთი დაკავება დაფიქსირდა, როდესაც საქმე Tracy Brazils კიდევ ერთ დაკარგულ ქალს შეეხებოდა. Susan Schwartz-ის საქმეც პატიმრებმა გახსნეს. და ამასთან ერთად კიდევ ერთი დაკარგული ადამიანი იპოვეს და ბანკოს შემოგების შემდეგ კიდევ ბევრი დაკავება განხორციელდა. Danny Doherty, detective-ის superintendent, აცხადებს, რომ პატიმრები ციხეებში ხშირად საუბრობენ ერთმანეთში ჩადენილ დანაშაულებზე. ამ ბანკოს თამაშებისა და ჯილდოების დამატებით, მათ შეიძლება გაახსენდეთ დეტალი, რომელიც სხვა პატიმარმა უამბო და ამის შესახებ სამართალდამცავებს აცნობონ. დარტიმ ესევე განაცხადა, რომ იმედოვნებენ ბანკოს კარტები ახალ კვალს გააჩენს და მნიშვნელოვან ინფორმაციას გაავრცელებს. ამ მეთოდმა დიდი წარმატება მოიპოვა შეერთებულ შტატებში, რამაც ბევრი გადაუჭრელი საქმე გახსნა და დაკარგული ადამიანების პოვნაშიც კი დაეხმარა, რომლებიც ცოცხლები აღმოჩნდნენ. ამგვარი მეთოდის ციხეში გამოჩენას ნამდვილად არავინ მოელოდა. ასევე დაემატა, რომ მსხვერპლთა ოჯახები, რომელთა შემთხვევებიც ბარათებზე იყო წარმოდგენილი, თავადაც მონაწილეობდნენ მათი შექმნის პროცესში. ამან ამ ოჯახებს სიმშვიდე მოუტანა და როგორც მათ, ასევე მსხვერპლებს ის სამართლიანობა მოუტანა, რომელსაც იმსახურებდნენ. როდესაც 59 წლის Ray Joe Clark's სიცოცხლე 1981 წლის თებერვალში წაართვეს, ეს საქმე ვაშინგტონის ოლქის შერიფის ოფისისთვის მნიშვნელოვანი იყო. ეს იმიტომ, რომ ჯო მათი თანამშრომელი იყო, ლეიტენანტი, რომელმაც პოლიციაში 14 წელი იმუშავა. 2016 წელს ამ გაუხსარი საქმისთვის პასუხისმგებელი ადამიანი საბოლოოდ გაასამართლეს. ჯო წესების მკაცრად დამცველი პოლიციელი იყო, რომელიც შერიფის ოფისში თითქმის ყველას მოსწონდა. დანაშაულის დროს ის ხელმძღვანელობდა კამპანიას მარეტას, ოჰაიოს რაიონში არალეგალური ნივთიერებების გამყიდვენი ბანდების წინააღმდეგ. 1981 წლის 7 თებერვალს მან ადგილობრივ მედიასთან ჩაატარა ინტერვიუ რაიონის გაწმენდის კამპანიაზე. შემდეგ კი დღე მეუღლესთან პატრიციასთან ერთად განტვირთვაში გაატარა. იმ საღამოს წყვილი კალათბურთის თამაშს უყურებდა, როცა ჯო წამოდგა, რომ წასულიყო და საჭმელი მოეტანა. როცა ის სამზარეულოში შევიდა, უკანა ფანჯრიდან ტყვია ესოლეს და ჯოს მოხვდა. ის ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. პოლიციამ დაუყოვნებლივ დაიწყო იმ დამნაშავის ზებნა, ვინც ამისთვის იყო პასუხისმგებელი. მიჩნეული იყო, რომ ჯოს მუშაობამ, რომელიც უკავშირდებოდა უკანონო ნივთიერებებთან დაკავშირებული დანაშაულების აღმოფხვრას, ის სამიზნედ აქცია. გარდა ამისა, იმ ღამით წრილი დილერიც მოკლეს. პოლიციამ გამოკითხა საზოგადოების ის წევრები, რომლებიც მსგავს დანაშაულში იყვნენ ჩართული. მათ შეძლეს დაედგინათ დილერის ყოლობაზე პასუხისმგებელი პირი, მაგრამ ჯოს შესახებ არავის არაფერი იცოდა. უმეტესობას არც კი სმენოდა მის შესახებ. დანაშაულის ადგილზე აღმოჩენილ მტკიცებულებებს შორის იყო ტყუის მასრები და ჯოს ეზოში ნაპოვნი ჩექმების ნაკვალევი. მოწმეებმა ასევე განაცხადეს, რომ ჯოს სახლთან ახლოს საიდრო მანქანა ნახეს. ეს იყო Lurgy Port Pinto, რომელიც გარეთ ძრავაჩართული იდგა. თუმცა არავის არ დაუნახავს მძღოლი კარგად. პოლიციის ინტენსიური ძალისხმევის მიუხედავად, საქმე გაუხსნელი დარჩა. 2012 წელს შერიფის ოფისმა შექმნა გაუხსნელი საქმეების განყოფილება და ჯოს საქმე ხელახლა განიხილეს. მათ შეძლეს დაედგინათ დანაშაულში გამოყენებული იარაღის ტიპი, რომელიც სტანდარტულად პოლიციის ოფიცრებსა და სამხედროებს ჰქონდათ. შემდეგ მოვიდა მნიშვნელოვანი მინიშნება, რომელმაც საბოლოოდ საქმე გახსნა. რამდენიმე წლით ადრე, ვიდრე დანაშაული მოხდებოდა, ჯომ ჩაატარა გამოძიება თავისი კოლეგის მოადგილე მიჩელ რუბლის წინააღმდეგ, რომელმაც თავდასხმა მოახდინა ქურდობის ეჭვმიტანილზე, რათა მისგან აღიარება მიეღო. რუბლი პოლიციიდან გაათავისუფლეს და განსაკუთრებით ჯოს მიმართ იყო გაბროტებული. რუბლს ალიბი ჰქონდა იმ შემაძრწუნებელი დანაშაულის ღამეს. ის მეგობართან ბობ სმიტბერგერთან ერთად იყო. სმიტბერგერმა თავდაპირველად დაადასტურა ალიბი, მაგრამ იმუნიტეტის მიღების შემდეგ აღიარა, რომ რუბლი ჯოს სახონდე მიიყვანა და გარეთ ელოდა, სანამ რუბლი ჯოს სიცოცხლეს წაართმევდა.
შეტევაში გამოყენებული იარაღი წამოიღეს. პრობლემა მაინც არ აღიარა, მაგრამ ორი სასამართლო პროცესის შემდეგ დამნაშავედ ცნეს და სიცოცხლის ბოლომდე ციხეში გაატარა. იფიქრებდი, რომ თითქმის წარმოუდგენელია პოლიციას როგორმე დაეკარგა დამნაშავის ხელმოწერილი აღიარება, მაგრამ სწორედ ეს მოხდა 64 წლის დევიდ ჯოუნსის შემთხვევაში, რომელიც უკვე გარდაცვლილია. 1983 წელს მამაკაცი სახელად დელბერტ ლუ ლუსადერი ცხოვრობდა დუალის ოლქში, რომლის ნაწილი იმ დროს მშრალი ოლქი იყო, რაც ნიშნავდა, რომ იქ არავის შეეძლო ალკოჰოლის ხიდვა ან გაბედვა. ამან ბევრი ადამიანი აიძულა ალკოჰოლისთვის სხვა ოლქებში ემგზავრა და დელბერტიც არ იყო გამონაკლის. მისმა ოჯახმა პოლიციას უთხრა, რომ იმ წლის 28 მაისს დელბერტმა სახლი დატოვა და გეგმავდა ნასაუს ოლქში განგზავრებას, კერძოდ კი პლეიბილის ლიქიორის მაღაზიაში. მოელოდნენ, რომ იმავე დღეს ალკოჰოლით დაბრუნდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. დელბერტ ისე და მისი 1970-იანი წლების Ford Ranger-ის ძებნა ჩატარდა, მაგრამ მისი კვალი მხოლოდ 5 თვის შემდეგ აღმოაჩინეს. მის ოჯახს აცნობს, რომ იგი გარდაცვლილი იპოვეს 18 ოქტომბერს და რომ მისი სხეული ზეწრებში იყო გახვეული, სანამ კალახანში, ფლორიდაში, კროუფორდ როუდთან ახლოს დატოვებდნენ. მიჩნეულია, რომ მისმა თავდამსხმელმა შეძლო მისი მანქანის გავიდვა სამხრეთ კაროლინაში, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია და მანქანა არასდროს უპოვიათ. დანაშაულის მოტივი თავიდანვე აშკარა არ იყო და მალე საქმე შეჩერდა, რადგან დამატებითი მტკიცებულებები ვერ მოიძებნა. როდესაც საქმე ხელახლა განიხილე, გაუმძიებლები შოკში ჩავარდნენ იმით, რაც აღმოაჩინეს. საწყისი დეტექტივის ჩანაწერები საქმის მასალებიდან დაკარგული იყო, ხოლო ნაპოვნი ჩანაწერები იმდენად დაზიანებული იყო, რომ თითქმის გამოუსადეგარი გახდა. საქმის ახალმა დეტექტივმა გადაწყვიტა, გაეკეთებინა ყველაფერი, რაც შეეძლო და დაიწყო საქმის სამედიცინო ექსპერტის ჩანაწერების, ძველი გაზეთების სტატიების წაკითხვა. ასევე მოითხოვა მონაცემები დუალის ოლქისა და ჯორჯიის არქივებიდან. დრო დასჭირდა, მაგრამ საბოლოოდ შეძლო საქმისთვის ახალი საქაღალდის შექმნა იმ მცირე ინფორმაციისა და დარჩენილი დოკუმენტაციის გამოყენებით, რაც ჯერ კიდევ წაკითხვადი და გამოსაყენებელი იყო. ამ პროცესს თითქმის 2 წელი დასჭირდა, მაგრამ ბოლოს გამომძიებლებმა შეძლეს კარგად შეესწავლოთ გაუხსნელი საქმე და სწორედ მაშინ გააკეთეს შოკის მომგრელი აღმოჩენა, რომელიც დღემდე ბევრ ადამიანს აოცებს. სამედიცინო ექსპერტის ოფისში სტუმრობისას ერთმა დეტექტივმა სთხოვა დელბერტის საქმის დოსიე ენახა და შემთხვევით გადააწყდა ძველ ინტერვიუს ეჭვმიტანილთან, რომელიც ადრე იყო იდენტიფიცირებული, კაცთან სახელად დევიდ უაიატ ჯოუნსი. ჩანაწერებში ჯოუნსი აღიარებდა, რომ იმ დღეს დელბერტთან ერთად იყო და რომ დელბერტს კამრით მოუსწრაფა სიცოცხლე. შემდეგ მან დელბერტის ჰედარი კროუფორდის ქუჩასთან დააგდო, სადაც მოგვიანებით ტრაგიკული აღმოჩენა გაკეთდა. როცა მან აღიარა, ჯოუნსი უკვე სხვა დანაშაულებისთვის ციხეში იჯდა. 1986 წელს მან დაასრულა ჯასპერ ჰაისმითის სიცოცხლე, ხოლო 95-ში ჯექსონვილში ლორი მაკრეის თავს დაესხა და მოკლა. პოლიციას თავს ყველას, ვისი ახლობლებიც 1975-დან 1995 წლამდე ნასაუს ოლქის ტერიტორიაზე გაუჩინარდნენ, გამოჩნდნენ, რადგან ეჭვობენ, რომ ჯოუნს შესაძლოა კიდევ ბევრი მსხვერპლი ჰყავდეს, რომლებიც ჯერ არ არიან იდენტიფიცირებული. 1997 წლის 28 აპრილს სამხრეთ აფრიკაში სელესტ და მორი ნერსებს გოგონა შეეძინათ. სელესტს საკეისრო გვეთა გაუკეთეს და აღდგენით პალატაში იყო. ახსოვს, რომ როცა ჩაეძინა, ახალშობილს ქალი, რომელიც ექთმის ფორმაში იყო გამოწყობილი, უვლიდა. როცა სელესტი გამოფხიზლდა, მიხვდა, რომ როგორც მისი ახალშობილი, ასევე ის ქალი ექთანიც გაუჩინარდნენ. ბავშვს ზეპანი დაარქვეს და პოლიცია მაშინვე გააფრთხილეს. ვარაუდობდნენ, რომ იმ ქალმა, რომელმაც ბავშვი წაიყვანა, ორსულობა გაითამაშა, რათა მასთან ერთად გაქცეულიყო. ეს მოგვიანებით დადასტურდა, როდესაც საავადმყოფოს ქვეშნდებარე გვირაბში ბალიში აღმოაჩინეს. მოგვიანებით დადგინდა, რომ ამ მედდას საავადმყოფოში რამდენჯერმე ჰქონდა მისვლა, თუმცა შეუმჩნეველი დარჩა და ორსულ ქალებთანაც კი ესაუბრა. შემდგომ წლებში ოჯახი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ეს საქმე საზოგადოებისთვის თვალთახედვაში შეენარჩუნებინა, იმ შემთხვევაში თუ რაიმე ახალი კვალი გამოჩნდებოდა. მათ ზეპანის დაბადების დღეც კი აღნიშნეს და სხვადასხვა საინფორმაციო არხს ინტერვიუებიც მისცეს. პატარა ზეპანის ოჯახი დარწმუნებული იყო, რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. 2009 წელს რამდენიმე ადამიანი გამოძალვისთვის გაასამართლეს, მას შემდეგ რაც მათ ექთნებს ფული შესთავაზეს ზეპანის შესაძლო ადგილსამყოფელი შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ. სელესტმა და მორინმა მომდენმა მომდევნო წლებში კიდევ 3 შვილი გააჩინეს. მათ შორის იყო ქალიშვილი სახელად კასიდი და 2 ვაჟი, ჯოშუა და მაიკლი. სამწუხაროდ წყვილი მოგვიანებით განქორწინდა საქმის გამო წარმოქმნილი ზეწოლის შედეგად და კასიდი გრძნობდა, რომ მთელი ოჯახი ერთად უნდა შეენარჩუნებინა, როცა მხოლოდ 15 წლის იყო. კასიდის გამოჩენით საქმე საბოლოოდ საკმაოდ მოულოდნელი გზით გადაწყვეტა.
2015 წლის იანვარში კასიდი საშუალო სკოლაში სიარულს შეუდგა. სკოლაში ყოფნისას კასიდის მეგობრებმა დაიწყეს კომენტარები იმაზე, თუ რამდენად გავდნენ ერთმანეთს ის და კიდევ ერთი მოსწავლე. საოცარია, მაგრამ ზეფანი, რომელიც უკვე 17 წლის იყო, იმავე სკოლაში სწავლობდა, თუმცა სხვა სახელით იყო ცნობილი. და მეგობრებს უთქვამთ, რომ ისინი ერთმანეთს გაუდგნენ. ორივე გოგომ გადაწყვიტა ერთმანეთთან დაკავშირება და მეგობრები გახდნენ. ინტერვიუში ზეფანიმ განაცხადა, რომ როცა კასიდი ნახა, მაშინ უცნაური კავშირი იგრძნოდა. თქვა, რომ ეს ალბათ იმის გამო იყო, რომ ისინი ძალიან გაუდნენ ერთმანეთს, როცა ის 14 წლის იყო. როცა კასიდის მამამ ამის შესახებ გაიგო, სთხოვამას გოგონა სახლში მოიყვანა, რათა მასთან შეხვედროდა. როცა ისინი შეხვდნენ, მორინგმა პოლიცია გააფრთხილა. გამოძიება ამ ეტაპიდან დაიწყო და ადამიანებმა, რომლებიც ზეფანის მშობლობას ამტკიცებდნენ, ვერ წარმოადგინეს დაბადების მოწმობა ან სხვა მტკიცებულება, რაც ვინმეს დააჯერებდა, რომ ისინი მისი ბიოლოგიური მშობლები იყვნენ. ჩატარდა DNA-ის ტესტი, რომელმაც დაადასტურა, რომ ეს ორი გოგონა მართლაც ნათესავები იყვნენ. შემდეგ ზეფანი მისი სახლიდან გაიყვანეს და სოციალური მომსახურების ცენტრში გადაიყვანეს, ზვანეს, სადაც ოჯახსაც და თავად მასაც შეგუება შეეძლებოდათ. სამწუხაროდ, ზეფანიმ ვერ იგრძნო იგივე კავშირი თავის ბიოლოგიურ მშობლებთან, როგორც კასიდისთან და საბოლოოდ გადაწყვიტა დარჩენილიყო არაბიოლოგიურ მშობლებთან. გამტაცებლად ლავონა სოლომონი დაასახელეს. მიჩნეულია, რომ მან საავადმყოფოში მუცელი მოეშალა და შემდეგ ორსულობა გააყალბა, რათა ზეფანი მოიტაცებინა. ლავონა სოლომონის დაპატიმრებას, რომელიც 2016 წლის აგვისტოში მოხდა, სხვადასხვა რეაქცია მოჰყვა. იგი დამნაშავედ ცნეს გატაცებაში, თაღლითობასა და ბავშვთა კანონის დარღვევაში. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ლავონას ქმარი მაიკლი არ დაუდასტურდა ბრალი, რადგან მას გატაცებაში მონაწილეობა არ მიუღია და როგორც ჩანს, არც იცოდა ამის შესახებ. ამ რთულ პერიოდში ზეფანი მაიკლს მიეღრნა, რადგან ის იყო ერთადერთი მამა, რომელიც ოდესმე ჰყავდა. სასამართლო პროცესების დროს, როგორც მორინი, ისე ცელესტი, ისე წარმოაჩინეს, თითქოს ისინი იყვნენ დამნაშავეები და არა ის ადამიანები, რომლებმაც შვილის დაკარგვა განიცადეს მისი დაბადებისას. მორინიც კი დაადანაშაულეს იმაში, რომ ამ სიტუაციას ფინანსური სარგებლისთვის იყენებდა. მშობლებს 17 წელი დასჭირდათ, რომ შვილის გაუჩინარებისთვის სამართალი მიეღოთ, მაგრამ იმის ტკივილი, რომ არ იცოდნენ რა დაემართა მას, შეიცვალა იმ ტკივილით, რომ ზეფანიმ, რაც გასაგებია, აირჩია ერთადერთი ოჯახი, რომელსაც იცნობდა ბიოლოგიურ ოჯახზე მეტად და მშობლები უარყო. ლიზა ჰოლსტედი ბოლოს ცოცხალი ნახეს 1986 წლის 12 აგვისტოს დილის საათებში. ის და მისი მეგობარი ბიჭი, ჯონ სარი, ოჯახური შეკრებიდან სახლში ბრუნდებოდნენ, როცა იკამათეს და ლიზა მანქანიდან გადავიდა. რამდენიმე საათის შემდეგ მისი ცხედარი აღმოაჩინეს. კიდევ 36 წელი გავიდა, სანამ საქმე გაიხსნებოდა. ჯონი და ლიზა იმ დროს ერთად ცხოვრობდნენ უისკონსინის გრინ ბეის რაიონში. ლიზა იყო 5 წლის ბიჭის, ჯერემის დედა, რომელიც იმ ღამით ოჯახთან ერთად რჩებოდა. ასე რომ ახალგაზრდა სახლში დაბრუნებას არ ჩქარობდა. დაახლოებით ღამის 2 საათი და 30 წუთი იყო, როცა ლიზა ჯონის მანქანიდან ჩხუბის დროს გადავიდა. ისინი ბინიდან დაახლოებით 1 მილის მოშორებით იყვნენ, მაგრამ ლიზამ თქვა, რომ ფეხით წავიდოდ. ლიზა სახლში აღარ დაბრუნებულა და როცა მეორე დილასაც არ გამოჩნდა, ჯონმა ჯერ ლიზას დედას დაურეკა. შემდეგ კი თავისი შეყვარებულის გაუჩინარება პოლიციაში განაცხადა. მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ მშენებლობის მუშებმა ლიზას ცხედარი დაინახეს ჭაობიან ადგილას, სადაც დღეს კინ კენიონის ბუნების პარკია. მისი ცხედრის ახლოს საბურავების კვალი იყო და მოგვიანებით გაირკვა, რომ მისი სიცოცხლის მოსასპობად მისი საკუთარი ბლუზა იყო გამოყენებული. ჯონი თავდაპირველად ეჭვმიტანილი იყო გამოძიებაში. ისინი ისე დაშორდნენ ერთმანეთს, რომ ეს საეჭვოდ ჩანდა. ჯონი მუდმივად უარყოფდა საქმეში მონაწილეობას და არასდროს ყოფილა მტკიცებულება, რომ მან ლიზას სიცოცხლე წაართვა. მიუხედავად ამისა, ის მაინც ინტერესის ობიექტად დარჩა. ლიზას ხელზე დნმ-ის კვალი აღმოაჩინეს, მაგრამ იმ დროს მასზე ბევრი ვერაფერი გააკეთეს. ლიზას საქმე მალე ჩიხში შევიდა. ლიზას გარდაცვალების შემდეგ მისი საქმე გაშუქდა ისეთ გადაცემებში, როგორიცაა Crime Stoppers-ი და პოლიციას ახალი მინიშნებები მიამიაწოდეს, მაგრამ არც ერთი მათგანი არ გამართულდა. წლების განმავლობაში Green Bay's პოლიცია განაგრძობდა საქმის გადახედვას, რათა ლიზასთვის სამართლიანობა დაემხარებინა. ხალხს ხელახლა კითხავდნენ და მტკიცებულებებს თავიდან ამოწმებდნენ, მაგრამ მხოლოდ 2018 წელს გაჩნდა ტექნოლოგია, რომელმაც პოლიციას საბოლოოდ მისცა საშუალება ეს საქმე დაეხურა. დანაშაულის ადგილზე აღმოჩენილი DNA გენეტიკური გენეალოგიის ტესტირებისთვის გაგზავნეს. ეჭვმიტანილის პროფილი შეიქმნა და ოჯახის ხე გამოიკვეთა. შესაძლო ეჭვმიტანილად კაცი სახელად ლუ გრიფინ გამოიკვეთა. გრიფინი Green Bay's რაიონში გადავიდა საცხოვრებლად 1 თვით ადრე, სანამ ლიზა გარდაიცვლებოდა და მუშაობდა სათუთო მანქანის მძღოლად. მას ასევე ჰქონდა ძალადობის ისტორია, განსაკუთრებით ქალების მიმართ. დეტექტივებმა გრიფინი დაადევნეს და შეაგროვეს ლუდის ქილა და სიგარეტის ნამწვავი, რომელიც მან გადააგდო.
ორივე ნივთზე აღმოჩენილი DNM ემთხვეოდა დანაშაულის ადგილას ნაპოვნ DNM-ს. როდესაც პირველად დაკითხეს, კრიპინმა განაცხადა, რომ ლიზას შესახებ არაფერი იცოდა. როდესაც DNM-ის მტკიცებულება წარუდგინეს, მან აღიარა, რომ შესაძლოა იმ ღამეს შეხვედროდა მას, როცა ის გარდაიცვალა, მაგრამ იმ ღამეს ალკოჰოლს სონდა და აკრძალულ ნივთიერებებს იკანებდა. გრიფინი დააკავეს და სასამართლოს წინაშე წავდგა, მაგრამ 2023 წლის იანვარში მან აღიარა ბრალი და დამნაშავედ ცნოთავი ლიზას სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობაში. როდესაც ოჯახის წევრს თავს ესხმიან და მისი სიცოცხლე მთავრდება, ჩვეულებრივ წარმოუდგენელია ის აზრი, რომ შესაძლოა სერიული მკვლელის მსხვერპლი ყოფილიყო. მაგრამ 18 წლის მედდის სტუდენტის ელის ებერჰარტის შემთხვევაში სწორედ ასე მოხდა. თუმცა მისი ოჯახი ამ შემაგზავნებელ დეტალს მხოლოდ 10 წლეულების შემდეგ შეითხოვს, მასზე თავდასხმის შემდეგ. 1965 წლის 24 სექტემბერს ელის ებერჰარტი გარდაცვლილი იპოვეს მისი ოჯახის სახლში, Fair Lawn-ში, ნიუ-ჯერსიში. მას დაესხნენ დანით და ბლაგვის საგნით, მაგრამ გამომძიებლები დაბნეულები დარჩნენ, რადგან მისი ოჯახი ვერაფერს იხსენებდა თუ რატო უნდა სტომოდა ვინმეს მისი დაზიანება. ბევრი ადამიანი დაკითხეს, მაგრამ ყველა მათგანი ეჭვმიტანელთა სიიდან ამოიღეს. და მომდენო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ელისის საქმეში არანაირი პროგრესი არ იქნებოდა. მისმა თავდამსხმელმა თავისი კვალი იდეალურად დაფარა და ძალიან მცირე იმედი იყო იმისა, რომ ოდესმე გამოავლენდნენ და პასუხს აგებინებდნენ მის უაზრო დანაშაულებზე. მაგრამ 2021 წელს გამომძიებლებმა მიიღეს ზარი ელისის ერთ-ერთი ძველი თანაკლასელისგან, რომელმაც დაარწმუნა ისინი, რომ ხელახლა გადაეხედათ მის საქმეზე, რადგან გამოძიების მეთოდები მნიშვნელოვნად განვითარდა მას შემდეგ, რაც დანაშაული მოხდა. პოლიციამ დათანხმდა და 1965 წელს შეგროვებული ყველა მტკიცებულება ხელახლა გადაამოწმეს, იმ იმედით, რომ ახალი თვალით რამეს შენიშნავდნენ, რაც 55 წლის წინ შეუმჩნეველი დარჩა. ამ პერიოდში იყო, როცა რიჩარდ კოდინგჰემი, სახელად კაცმა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე პატიმრობას იხდიდა მას შემდეგ, რაც თორსოს მკვლელად ცნობილი სერიული მკვლელი ცნეს დამნაშავედ, დაიწყო საუბარი თავის დანაშაულებზე ციხეში. მან აღიარა, რომ ორი ქალის, ლორენ მერი კელისა და მერი ენ პრაიორის სიცოცხლე დაასრულა, როცა სერიულ მკვლელად მოქმედებდა. და როცა მისი აღიარების ამბავი გავრცელდა, გამომძიებლებმა გააცნობიერეს, რომ კოდინგჰემი იმავე რაიონში ცხოვრობდა, სადაც ელისის სიცოცხლე დასრულდა. ისინი გაემგზავრნენ ტრენტონის სახელმწიფო ციხეში, სადაც ის იხდიდა სასჯელს და სთხოვეს მასთან საუბარი. დაახლოებით 5 საათის განმავლობაში ისინი კითხავდნენ მას მის დანაშაულებზე და ახსენეს, რომ ელისის საქმეს ხელახლა განიხილავდნენ. მაგრამ მხოლოდ მათი მეორე ვიზიტის დროს გახსნა მან ეს თემა და 2025 წლის 22 დეკემბერს, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, ბოლოს და ბოლოს ავიარა, რომ სწორედ მან დაასრულა მელისის სიცოცხლე. მან შეძლო დაეწერა წერილობითი აღიარება, სადაც დეტალურად აღწერა იმ დღის მოვლენები, მათ შორის როგორ მოახერხა ოჯახის სახლში შესვლა, რა ნივთები გამოიყენა ელისის სიცოცხლის დასასრულებლად და სხვა დეტალები, რომლებიც მხოლოდ სამართალდამცავებს იყო ცნობილი. დღეს კოდინგჰემი თავისი ჯანმრთელობის გავარესების გამო დიდ დროს ატარებს სამხრეთ უოტსის სახელმწიფო ციხის სამედიცინო ნაწილში. ამის გამო ის ეთელს არის მიჯაჭვული. და სამართალდამცავები კვლავ აქტიურად მუშაობენ იმ იმედით, რომ მისი სხვა მსხვერპლების იდენტიფიცირება შეძლონ. 2021 წლის მარტში 33 წლის სარა ევერარდი გაუჩინარდა, როდესაც სამხრეთ ლონდონში სახლში ფეხით მიდიოდა. ეს იყო 4 შაბათი 3 მარტი, როდესაც ევერარდი მეგობრის სახლიდან კლეფჰამში საღამოს 9-სკენ გავიდა. 9-ის რამდენიმე წუთის შემდეგ მან თავის მეგობარ მიჩთან 14 წუთიანი სატელეფონო საუბარი ჰქონდა. შემდეგ ის მარტო დააფიქსირეს სათვალთვალო კამერაზე Bowood Road-სა და South Circular Junction-ზე. 6-ის 28 წუთზე ის Cavendish Road-ზე სეირნობისას დააფიქსირეს. შემდეგ კი პოლიციის ოფიცრის მანქანის კამერამაც გადაიღო. შემდეგ ავტობუსმა აიყვანა 2 ადამიანი, რომლებიც თეთრი მანქანის გვერდით იდგნენ. 3 დღის შემდეგ, 6 მარტს, ევერარდის სათვალთვალო კამერის ფოტო საზოგადოებას გააცნეს. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ის კლაფემ კომონზე გაიარა და ეს გზა დაახლოებით 50 წუთი უნდა გაგრძელებულიყო. მეორე დღეს გამოაქვეყნეს ქარისარის კამერის ჩანაწერი, სადაც ქალი Pointers Road-ზე თალს ჰილისკენ მიმავალ გზაზე ჩანს. გამოძიებას შემდეგ უკვე Scotland Yard-ის სპეციალური დანაშაულის დეპარტამენტი ხელმძღვანელობდა საქმის სირთულის გამო. იმ ორ შაბათს გაერგვა, რომ პოლიციას ამ საქმესთან დაკავშირებით 120-ზე მეტი სატელეფონო ზარი ჰქონდა მიღებული და წარდგენილი იყო მანქანის ვიდეო რეგისტრატორის, კარის ზარის კამერისა და სხვა შესაბამისი ჩანაწერები. ევერარდის კვალის საპონელად გამოყენებული იყო სპეციალური ძარლები, ასევე შემოცემდა კანალიზაცია და ტბები. შემდეგ გავრცელდა დაკარგული ქალის კიდევ მეტი ფოტო, რომლებზეც ჩანს რა ეცვა მას გაუჩინარების დროს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ერთ-ერთმა მოწმეებმა დაინახა, როგორ აკავებდა ევერარდს მეტროპოლიტენის პოლიციის ოფიცერი უეინ კუზინსი და მანქანის ვიდეო რეგისტრატორის ჩანაწერმა ეს დაადასტურა. მოგვიანებით დადგინდა, რომ კუზინსმა ევერარდი დააკავა ყალბი ბრალდებებით, თითქოს და მან დაარღვია COVID-ის წესები ან ეხმარებოდა დამნაშავეს.
დამატებითი სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ნახვის შემდეგ დადმინდა, რომ კუზინცმა არ გამოიყენა რეგისტრირებული საპოლიციო მანქანა, არამედ ფაქტობრივად იქირავა ავტომობილი. 5 მარტს კუზინცმა თავის სამუშაო ადგილზე განაცხადა, რომ სტრესს განიცდიდა და იმავე დღეს 14:00 საათზე მან შეიძინა მწვანე ნაგვის პარკები. შემდეგ გაირკვა, რომ მან თავის სამსახურს ელფოსტით მისწერა, რომ აღარ სურდა ცეცხლსასროლი იარავის ტარება და ასევე იყიდა ტენტი და სატვირთო ბარე. 9 მარტს კუზინცი ევერდის გადაცემის ეჭვით დააგავეს, ყველაფერი კი იმ ვიდეო კამერისა და მანქანის კამერის ჩანაწერის გამო, რომლებმაც დააფიქსირეს, როგორ აკავებდა ის პირველად ევერეტს. ოფიცერზე გამოძიება ჩატარდა და გაირკვა, რომ 2015 წელს კენტის პოლიციამ არ გამოიძია შემთხვევა, როდესაც კუზინცმა საჯაროდ უხამსად გამოიჩინა თავი. 2021 წლის თებერვალში გაირკვა, რომ ის კიდევ 2 უხამსი გაშიშლების შემთხვევას უკავშირდებოდა, თუმცა ეს შემთხვევებიც არ გამოუძიებიათ სამართალდამცველებს. 3 მარტს 11 საათსა და 38 წუთზე კუზინცმა შეძლო ევერარდის თავის მანქანაში ჩასმა, რის შემდეგაც ის წაიყვანა სოფლის რაიონში და მოკლა. დილით ადრე ევერარდი კუზინცის ნამდვილი მანქანაში ჩასვეს. დილით 3 საათსა და 21 წუთზე მანქანა კიდევ ერთ სათვალთვალო კამერაზე გამოჩნდა ჰოუდს ჰუდის მახლობლად. ეს ის ადგილია, სადაც მოგვიანებით ევერარდის ცხედარი იპოვეს. მან ადგილი ორჯერ მოინახულა და განთიადამდე ტერიტორია დატოვა. დილის 8:30 საათზე დაქირავებული მანქანა დაბრუნებული იყო. ევერარდის გაუჩინარების შესახებ მხოლოდ 4 მარტს აცნობა მისმა შეყვარებულმა, ჯოშ ლავმა. 8 მარტს კაზინის სამსახურში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ დარეკა და თქვა, რომ ავად იყო. და მომდევნო დღეს მისი ტელეფონიდან ყველა მონაცემი წაიშალა. ამ დროისთვის უკვე ძალიან გვიანი იყო, რადგან ყველა სათვალთვალო კამერის ჩანაწერმა, კარის ზარის ვიდეოებმა და მანქანის კამერებმა უკვე საკმარისად დაადანაშაულეს კაზინი. 9 მარტს კაზინი დააგავეს, ხოლო ევერარდის ცხედარი აღმოაჩინეს მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე. 12 მარტს დამნაშავეს ბრალი წაუყენეს და მან კვლელობაში თავი დამნაშავედ ცნო. 30 სექტემბერს მას უვადო პატიმრობა მიუსაჯეს პირობითი გათავისუფლების უფლების გარეშე. პრომარა მრავალი მოწმე, სხვადასხვა სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, მანქანის ვიდეო რეგისტრატორები და კარის ზარის ვიდეოები კუზინი შესაძლოა არასდროს დაეკავებინათ ამ დანაშაულთან დაკავშირებით და ევერარდი ვერ აღმოეჩინათ. 24 წლის ჯიპსი როუზ ბლანჩარისა და მისი დედის 48 წლის კლოდენეს, რომელიც უფრო ცნობილია როგორც დი, საქმის მოულოდნელი შემოbrunებები იმდენად დაუჯერებელია, რომ ძნელია დაიჯერო. და საქმის დეტალებმა ყველაზე გამოცდილი გამომძიებლებიც კი შოკში ჩააგდო. ბავშვობიდანვე კლოდინე გარკვეულწილად პრობლემური ბავშვი იყო, რომელსაც რამდენჯერმე ქუდობაში გამოიჯერეს. მისი ნათესავებიც კი თვლის, რომ კლოდინე პასუხისმგებელია საკუთარი დედის სიცოცხლის შეწყვეტაზე, თუმცა ეს დამტკიცებული არ არის. მისმა დედინაცოლმა ლაურამ დაამატა, რომ ერთხელ კლოდინე მას ჰერბიციდებით მოწამლა და ამ შემთხვევამ მას თითქმის 9 თვის განმავლობაში სიარულის უნარი წაართვა. ის საბოლოოდ დაორსულდა 24 წლის ასაკში და გააჩინა ჯიპსი როზი. ჯიპსი როზის ბავშვობის განმავლობაში კლოდინე ამტკიცებდა, რომ მას ერთი ან მეორე დაავადება ჰქონდა. თავდაპირველად ის ამტკიცებდა, რომ მის ქალიშვილს ძილის აპნოე ჰქონდა, მაგრამ წლების განმავლობაში უფრო სერიოზულ დაავადებებს ასახელებდა, როგორიცაა კუნთოვანი დისტროფია, ეპილეფსია და კიბო. მაგრამ ექიმებს ამ პრობლემების არანაირი ნიშანი არ უპოვიათ. მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა უკეთ იცოდნენ, ჯიპსი როზი დედას უჯერებდა და მალე დარწმუნდა, რომ ინტენსიური მოვლა ჭირდებოდა, რადგან დედამ დაარწმუნა, ეთლი გამოეყენებინა იმ შემთხვევაში, თუ შეტევა ან სხვა სამედიცინო გადაუდებელი მდგომარეობა დაემართებოდა. რამდენიმე ექიმი, როგორც ჩანს, კლოდინის მტკიცებებმა მოატყუა, რადგან ჯიპსიმ მიიღო დანიშნულება საკვების მილზე და სუნთქვის აპარატზე, რომელიც ძილის აპნოეში დაეხმარებოდა. მას ასევე მისცეს რამდენიმე სხვა სახის მედიკამენტი და ედზე მეტჯერ ჩაუტარდა ოპერაცია, რომელიც არ ჭირდებოდა. როდესაც ექიმები ჯიპსი როზ ვერაფერს უთროულს ვერ პოულობდნენ, კლოდინი ყოველთვის ახერხებდა მათი დარწმუნებას იმით, რომ ადრე მედდის დამხმარედ მუშაობდა და ამ დაავადებების სიმპტომები კარგად იცოდა. მან ასევე მკაფიო დაანახვა, რომ მისი შვილი მთელი მისი სამყარო იყო და არასდროს გააკეთებდა ცრუ განცხადებებს მისი ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ. გარდა ამისა, დედა და შვილი ერთმანეთთან ყოფნისას ნამდვილად ბედნიერები ჩანდნენ და არავის ეგონა, რომ რამე უფრო ბნელი ხდებოდა. კლოდინი თავის ქალიშვილს თავს პარსავდა, რათა სხვებისთვის დაეჯერებინა, რომ მას ქიმიოთერაპია ჰქონდა ჩატარებული. შემდეგ კი აძლევდა გარკვეულ მედიკამენტებს, რომლებიც იმ დაავადებების მსგავსი სიმპტომებს იცოდა, რაც იყო ნახსენები. როდესაც ექიმი ეჯობდნენ, რომ კლოდინი თავის ქალიშვილის მდგომარეობის შესახებ იტყუებოდა, ის უბრალოდ სხვა ექიმს პოულობდა, რათა გაეგრძელებინა ეს ფარსი. ბოლოს, დედა და ქალიშვილი სოციალურ საცხოვრებელში გადავიდნენ, როცა ოჯახის დანარჩენმა წევრებმა ეჭვი შეიტანეს, რომ კლოდინი იტყუებოდა და ისინი ბავშვზე ალიმენტითა და შეშემეპილთა დახმარებით ცხოვრობდნენ. ქალიშვილ კატრინას შემდეგ ისინი მისურიში გადავიდნენ.
მაგრამ იქ ნევროლოგმა ბერნარდო პლასტერშტეინმა გააცნობიერა, რომ არ არსებობდა მიზეზი, რის გამოც გიფსი როუზს არ უნდა შეძლებოდა სიარული, რადგან მის მიერ დანიშნულმა ტესტებმა აჩვენა, რომ ის სრულად ჯანმრთელი იყო. 2010 წლისთვის, როცა გიფსი როუზი 19 წლის იყო, მანაც დაიწყო ეჭვის შეტანა დედაზე და გაქცევის დაგეგმვა დაიწყო. მაგრამ ნევროლოგმა ბერნარდო პლასტერშტეინმა მიაბეიმა მიაბაის საწოლზე. საბოლოოდ მან ინტერნეტში გაცნობის საიტზე გაიცნო მამაკაცის სახელად ნიკოლას. და 2015 წლის 14 ივნისს მან შეასრულა გიფსი როუზის თხოვნა კლოდინის სიცოცხლის დასრულებაზე, რაც დანით გააკეთა და წვლილი გაიქცა. შემდეგ გიფსი როუზმა დანაშაული Facebook-ზე აღიარა და წვლილი ნიკოლასის სახლში მიაგნეს, სადაც ისინი დააკავეს. გიფსი როუზ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ხოლო ნიკოლას დარჩენილი სიცოცხლე ციხეში უნდა გაეტარებინა. 2003 წლის 3 მარტს 13 საათსა და 35 წუთზე ლეიტენანტმა ჯეფ გრინმა ვადაუგა ტეხასში სცადა როგორც ეგონა ჩვეულებრივი საგზაო გაჩერება განეხორციელებინა. დანაშაულის ჩამდენი სინამდვილეში ბანკის მძარცველი იყო, რომელიც წარმატებული ძარცვის შემდეგ გაქცევას ცდილობდა და ეს გაჩერება პოლიციის ოფიცერს თითქმის სიცოცხლის ფასად დაუჯდა. დაახლოებით 15 წუთით ადრე, სანამ ლეიტენანტი გრინი დამნაშავეს შეხვდებოდა, დესკაცი ახლომდებარე ბანკ უანს ძარცვოდა. ეჩუმიტანილი შიგნით შევიდა ჩალის კოუბოის ქუდითა და კალბი ულუაშით. მან მალერეს უთხრა, რომ შეიარაღებული იყო და ფული მოითხოვა. მოლერემ მას უცნობი რაოდენობის ფული გადასცა და დამნაშავე წავიდა ისე, რომ მის მიერ მოტანილი იარაღი არ გამოუყენებია. ის დანაშაულის ადგილიდან წითელი ჯიპი Wrangler-ით გაიქცა. 13 საათსა და 35 წუთზე ლეიტენანტმა გრინმა შენიშნა ჯიპი, რომელიც სწრაფად მოძრაობდა და მის წინ საშიშ მანერს ასრულებდა. მან მოტოციკლეტით გამოედევნა მანქანას და სცადა მამაკაცი გაეჩერებინა. ამის ნაცვლად ჯიპი გზიდან გადავიდა, რომ მოეხდინა იუსებრი მოხვევა და პოლიციელისკენ წავიდა. კრიმინალმა ცეცხლი გაუხსნა ლეიტენანტ გრინს და ტყვია კოჩში მოხვდა. პოლიციელმა საპასუხოდ ცეცხლი გახსნა, მაგრამ როგორც ჩანს, მხოლოდ ჯიპს მოხვდა. ლეიტენანტ გრინი სრულად გამოჯანმრთელდა, მაგრამ კრიმინალი გაქცევას მოახერხა. პოლიცია ცდილობდა ეჩმიტანელის იდენტიფიცირებას და მალე გამოავლინა, რომ ის ასევე პასუხისმგებელი იყო სხვა რამდენიმე ბანკის ძარცვაზე. ის ჩვეულებრივ ატარებდა ქალბცვერსა და ულვაშს და ზოგჯერ ყურსასმენსაც, თუმცა ეს, როგორც ჩანს, არავისთან იყო დაკავშირებული. ზოგიერთ დანაშაულის ადგილზე დამნაშავემ დატოვა დნმ-ის მტკიცებულება, მაგრამ დამთხევა ვერ დადგინდა. ინფორმაციის მისაღებად არაერთი მოწოდება გაკეთდა და ერთ-ერთი ძარცვის სათვალთვალო კამერის ჩანაწერიდან კადრი გავრცელდა. პოლიციაში რამდენიმე მინიშნება შევიდა, მაგრამ არც ერთი არ დაეხმარა ახლა უკვე გაუხსნელი საქმის გახსნას. ბოლოს 2021 წელს პოლიციამ დანაშაულის გახსნის მიზნით გენეტიკურ გენეალოგიას მიმართა. ამ ინსტრუმენტის გამოყენებით მათ შეძლეს მარკ ალენ ლონგი ეჩმიტანილად გამოევლინათ. Long იმ დროს ოკლაჰომაში ცხოვრობდა და ოფიცრები შტატში გაემგზავრნენ, რათა დაედგინათ ემთხვეოდა თუ არა მისი დნმ. მას შემდეგ, რაც ოფიცრებმა ლონგი რესტორანში ჭამსეს დააგვერდნენ, მათ აიღეს მის მიერ გადაკრელი ნივთები და ტესტები ჩაატარეს. დაადასტურდა, რომ ლონგი ემთხვეოდა დნმ-ს. ლეიტენანტმა გრინმაც ამოიცნო ლონგის საიდენტიფიკაციო რიგში. მანამ, სანამ ლონგს დააკავებდნენ, ის 2022 წლის აპრილში გარდაიცვალა, მაგრამ გაუხსნელი საქმე საბოლოოდ გაიხსნა. ჩვეულებრივ, როდესაც ვინმე გადაწყვეტს აღიაროს დანაშაული, რომელსაც ჩაიდინა, ისინი პირდაპირ პოლიციას უკავშირდებიან, რათა პროცესი რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად წარიმართოს. მაგრამ ასე არ მოხდა 49 წლის ჯეიმს ერლ თომასის შემთხვევაში. საინტერესოა, რომ დანაშაულის აღიარების შემდეგაც კი სოციალურ ქსელში მან უარი თქვა დაკავებაზე და საბოლოოდ პოლიციასთან დაძაბულ და უჩვეულო დაპირისპირებაში აღმოჩნდა, რომელსაც ძალიან ცუდი შედეგი შეიძლებოდა ქონოდა. თომასი და მისი შეყვარებული 49 წლის ვენესა თეილორი 3 წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ გრინფილდ პარკში, ჩიკაგოში, იმ დროისთვის, როცა მან 2015 წელს აღიარა დანაშაული. ისინი დასახლდნენ West Flornois ქუჩის 4300-იან კვარტალში მდებარე სახლში, მაგრამ იმ წლის ივნისში მოვლენებმა ტრაგიკული მიმართულება მიიღო. 22 ივნისს ვანესამ და მისმა 28 წლის ვაჟმა პოლიციას მიმართეს, რომ თომასი უცნაურად იქცეოდა და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. როდესაც გამომძიებლები მივიდნენ, მათ უთხრეს, რომ თომასი სახლის სამზარეულოში ცხიმს წვავდა და შემდეგ მას ბოთლებში ასხამდა ასაფეთქებელი ნივთიერებების დასამზადებლად, თუმცა არ იცოდნენ რისთვის ჭირდებოდა ეს ასაფეთქებლები. პოლიციამ თომას უბრძანა, რომ სახლიდან გამოსულიყო და დანებებულიყო, მაგრამ ამის ნაცვლად მან წინააღმდეგობის გაწევა გადაწყვიტა. მან სახლის გაზის მილი გაჩრა და სამურაის მახვილი მოიმარჯვა. თან პოლიციას უყვიროდა, რომ მათ მოუწევდათ სახლიდან ცეცხლით გამოეყვანათ, სანამ ის დანებდებოდა. ოფიცრებმა განაცხადეს, რომ ამ დროს ის აგრძელებდა ცხიმის ბოთლებში ჩასხმას და ბოთლებში ნაჭრების ჩატენვას, რათა შეექმნა აღნიშნული ასაფეთქებელი ნივთიერებები. მოგვიანებით ის შენობაში დადიოდა ორი სხვადასხვა מחვილით, რაც პოლიციისთვის ძალიან სახიფათო სიტუაციას ქმნიდა.
რამდენიმე ხნის შემდეგ გამომძიებლებმა შეძლეს თომასთან მოლაპარაკება და მან თავი-თავად ჩააბარა. ის გადაიყვანეს ადგილობრივ საავადმყოფოში, სადაც შეაფასეს და უნკურნალეს, სანამ მეორე დღეს გაათავისუფლებდნენ. არ არის ცნობილი, რატომ არ წაუკანეს მას ბრალი. ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ 2 ივლისს თომასმა Facebook-ზე შოკის მომგვრელი აღიარება გააკეთა. პოლიციამ ზარი მიიღო ვანესას შვილისგან, რომელმაც თხოვა შეემოწმებინათ დედამისის მდგომარეობა, რადგან მისმა Facebook ანგარიშთან რამდენიმე უცნაური შეტყობინება მიიღო. ერთ პოსტში თომასმა განაცხადა, რომ მისი შეყვარებული ვანესა მაფიის წევრი იყო და ცდილობდა მისი სიცოცხლის დასრულებას, ამიტომ მან ის მოყვა. როცა ისინი სახლთან მივიდნენ ღამის 2 საათზე, პოლიციამ დაინახა, რომ თომასი ერთ-ერთ ფანჯარაში იყო გადახრილი და დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ვანესა სახლში არ იყო. შემდეგ მან განაცხადა, რომ იმ დღეს 3-ჯერ მიიღო შხამი და პოლიციელებს თხოვა ესროლათ მისთვის, რათა მისი სიცოცხლე დასრულებულიყო. პოლიციამ სახლი შტურმით აიღო და შიგნით თომასი დანით ხელში ელოდებოდა. ის ტაზერით გააუნებელყვეს და დააკავეს, მაგრამ ვანესა უკვე აღარ იყო ცოცხალი. ის გარდაცვლილი იპოვეს ელექტროსადენით დახრჩობის შემდეგ. თომასი ლოროტოს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მან კიდევ ერთხელ აღიარა თავისი დანაშაული, მაგრამ პოლიციას მოტივი ვერ მიაწოდა. Paul Eichmann-ის სიცოცხლის წარჩმევის ფაქტი 1985 წელს თითქმის იმდენ ხანს დარჩა გაუხსნელი, რამდენ ხანსაც თავად მიყავილე ცხოვრობდა. 35 წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც მისი ცხედარი მიტოვებულ გზატკეცილზე იპოვეს, დანაშაულის ადგილზე აღმოჩენილმა დნმ-ის მტკიცებულებამ საბოლოოდ გამოავლინა, ვინ იყო პასუხისმგებელი. Paul Eichmann-ი დანაშაულის დროს 35 წლის მეყვავილე და ქალი იმიტატორი იყო, რომელიც ოკლაჰომა სიტიში ცხოვრობდა. მეგობრის თქმით, ის ჰომოსექსუალი იყო და ზოგჯერ მამაკაცებს დასასვენებელ ადგილებში ხვდებოდა. ის დროდადრო ავტოსტოპით მგზავრებსაც აჩერებდა. ესეთი შემთხვევითი შეხვედრებიდან ერთ-ერთმა, როგორც ჩანს, საშინელი დასასრული მოიტანა, როდესაც პაულის ცხედარი 1985 წლის 18 სექტემბერს აღმოაჩინეს. პაული იმ დროს ახლომდებარე თალსაში მდებარე კლუბიდან სახლში ბრუნდებოდა, მაგრამ სახლში აღარ მისულა. ამის ნაცვლად მისი ცხედარი ავტობანის დასასვენებელ ადგილთან ახლოს დააგდეს. მას ხელზე მრავლობითი ჩრდილობები ჰქონდა ბასრის საგნით მიყენებული. იმ დროს დანაშაულის გამოძიებისას პოლიციამ პაულის ცხედართან ახლოს სიგარეტის ნამწვავები იპოვა. მისი მანქანაც ახლოს იპოვეს და კარის სახელურზე ფარული ანაბეჭდი აღმოაჩინეს. რადგან ეჭვმიტანილები არ არსებობდა და მტკიცებულებებს დამთხევა არ ჰქონდა, საქმე შეჩერდა. წლების განმავლობაში პაულის ოჯახი პასუხების ძიებას განაგრძობდა. მისი გაუხსნელი საქმე ერთ-ერთი იყო 52-დან, რომლებიც გამოსახული იყო სათამაშო კარტების კოლოდაზე, რომელიც ციხეებში გაავრცელეს იმ იმედით, რომ რომელიმე პატიმარი ამოიცნობდა საქმეს და პასუხებს მიაწვდიდა. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ პატიმარს მართლაც ჰქონდა ინფორმაცია, რომელიც საქმის გახსნას შეძლებდა, მაგრამ ის საკუთარი ნებით არ ალაპარაკებულა. 2020 წელს, როდესაც დეტექტივები გაუხსნელ საქმეს ხელახლა განხილავდნენ, მათ გამოიყენეს კოდესი, FBI-ის გაერთიანებული DNM-ის მონაცემთა ბაზა და აღმოაჩინეს დამთხევა. 4 წლით ადრე, 2016 წელს, Earl Wesley Wilson-მა მიიღო 5 წლიანი სასჯელი ცალკე დანაშაულისთვის. მას მოუწია თავისი DNM-ისა და ანაბეჭდების ჩაბარება. ორივე დაემთხვა დანაშაულის ადგილზე აღმოჩენილ მტკიცებულებებს. გამოკითხვისას Wilson-მა განაცხადა, რომ Paul-ს არასდროს შეხვედრია და ვერ ახსნა, რატომ იყო მისი ანაბეჭდები Paul-ის მანქანის კარზე, მაგრამ საბოლოოდ სიმართლე გამოაშკარავდა. Wilson-ის ყოფილი ცოლი გაამძიებლებს უთხრა, რომ დანაშაულის დღეს ის ბენზინგასამართი სადგურიდან წამოიყვანა. მან მანამდე დაურეკა მას McDonald's-იდან, რომელიც დასასვენებელ სადგურთან ახლოს იყო და უთხრა, რომ სჭირდებოდა მისულიყო და აეყვანა. როცა მივიდა, Wilson-ი იქ აღარ იყო, მაგრამ მოგვიანებით ბენზინგასამართ სადგურიდან დაურეკა. მან უთხრა, რომ ვიღაცამ წაიყვანა, მაგრამ ზღოლმა რაღაც ისეთი გააკეთა, რაც Wilson-ს არ მოეწონა. ამიტომ Wilson-მა მასზე ირიში მიიტანა. მან აღიარა, რომ არ იცოდა, ის კაცი ცოცხალი იყო თუ არა. Wilson-მა საბოლოოდ აღიარა, რომ პაულის სიცოცხლე წაართვა და მას 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. როცა 37 წლის Tony Peralta-მ გადაწყვიტა ეღიარებინა დანაშაული, რომელიც 2008 წელს ჩაიდინა. მან პოლიციას უთხრა, რომ ეს არ გაუგეთებია, იმიტომ რომ ძიმე დავად იყო, ან ფიქრობდა, რომ საბოლოოდ დაიჯერდნენ, არამედ იმიტომ რომ ვერ შეძლო ეცხოვრა იმ დანაშაულის შეგნებით, რაც თავის ყოფილ მეპატრონეს William Blodgett's გაუგეთა. 69 წლის William Blodgett, რომელიც Roswell-დან, New Mexico-დან იყო, 2008 წლის დეკემბერში ოჯახმა დაკარგულად გამოაცხადა, როცა ვერ შეძლეს მასთან დაკავშირება. მისმა შეყვარებულმა განაცხადა, რომ ბოლოს ის იმ წლის შობის წინადრეს ნახა, რის შემდეგაც მისმა ოჯახმა მისი მდგომარეობის გამო შეშფოთება გამოხატა. როდესაც 10 დღის შემდეგაც არაფერი ისმოდა მისგან, მისმა შვილმა Greg Blodgett-მა პოლიციას მიმართა და დაკარგულის საქმე აღიძრა. ძებნა 2009 წლის 9 იანვარს დაიწყო, მაგრამ იმის გამო, რომ არ არსებობდა ინფორმაცია Williams-ის გეგმების ან მისი შესაძლო ადგილსამყოფელის შესახებ, საქმე საბოლოოდ ჩიხში შევიდა.
გამოგითხეს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ტონი, რომელიც უილიამის დგმური იყო. და გარკვეულ დროის განმავლობაში იგი ეჭვმიტანილად მიიჩნეოდა, მაგრამ ვერ მოიძებნა მტკიცებულება, რომ იგი უილიამსის გაუჩინარებაში იყო დამნაშავე. ამიტომ მას ბრალი არასდროს წაუგენეს. სხვა ეჭვმიტანილები აღარ გამოვლენილა და ჩანდა, რომ უილიამსის საქმე არასდროს გაიხსნებოდა. მაგრამ პოლიციის გასაკვირად, ტონიმ გადაწყვიტა სწორი საქციელი ჩაედინა და აღიარა, რომ მართლაც იგი იყო პასუხისმგებელი. 2023 წლის 1 მაისს მან დარეკა 911-ზე და ოპერატორს უთხრა, რომ პოლიციასთან რაც შეიძლება მალე უნდა ესაუბრა. მან პოლიციას თავისი ადგილსამყოფელი მიაწოდა და როდესაც პოლიცია მივიდა, ტონის საცალო სუპერმარკეტის გარეთ ტროტუარზე იჯდა, ოფლიანი და ნერვების დასამშვიდებლად სიგარეტს ეწეოდა. მან იცოდა, რომ როგორც კი გამომძიებლებს ეთხოვდა რა ჩაიდინა, ძალიან დიდი ხნით ციხეში მოხდებოდა, მაგრამ მისი სინდისი აღარ აძლევდა საშუალებას შეენახა საიდუმლო, რომელიც 15 წლის განმავლობაში ტანჯავდა. დაკითხვაზე მან აღიარა, რომ უილიამის სახრახნისით მოკლა და დათანხმდა პოლიციელები იმ ადგილას მიიყვანა, სადაც მისი სხეული დამალა. მან მადლობაც კი გადაუხადა მათ დაპატიმრებისთვის და საბოლოოდ შეძლო თავისი ქმედებების შედეგებისთვის თვალი გაესწორებინა. 6 წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც სამკაულების მაღაზია გაქურდეს, პოლიციამ დიდი ხნის გაუხსნელი საქმე გახსნა. ორი წინაქურდობელ მირაბიდალი მტკიცებულებების გამოგენებით. ძაღლს მოხდა შეპერტონის Thomas Jewellerში 2010 წლის 27 თებერვალს. ღამის სიჩუმეში ვიღაცამ ავსტრალიის ვიქტორიაში მდებარე მაღაზიაში სახურავიდან შეაღწია. ქურდის მაღაზიაში ჩასაშვებად გამოიყენეს თოკი და შემდეგაც სწორედ ამ თოკით გაიქცა. მაღაზიის მფლობელი იმ დილით მივიდა და აღმოაჩინა, რომ $192,000-ზე მეტი ღირებულების სამკაული იყო დაკარგვი. არ არსებობდა ვიდეოკამერის ჩანაწერები და პოლიცია სრულიად დაბნეული დარჩა. საქმე გარკვეული დროით შეჩერდა. 2014 წელს საქმეში პირველი მნიშვნელოვანი გარღვევა მოხდა. გაუმშავნებელი მიზეზების გამო პოლიციამ ეს დანაშაული ორ სხვა ძარცვასთან დააკავშირა, რომლებიც 5 წლით ადრე მოხდა. 2005 წლის მარტში ქურდი შეიპარა სამუშაო ობიექტზე შეპერტონში. მოიპარეს დაახლოებით $600 თანხა და ინსტრუმენტები. ძარცვის დროს ქურდმა გატეხა სავაჭრო აპარატი და თვითონ აიღო 1 კილა კოკა-კოლა. სასმელის დალევის შემდეგ კილა დატოვა ადგილზე და ფულთან ერთად გაიქცა. შემდეგ თვეში კიდევ ერთი ქურდობა მოხდა, ამჯერად სამშენებლო მასალების მაღაზიაში. ამჯერად ქურდმა ხობეზე დაიზიანა თავი და დნმ-ის მტკიცებულება დატოვა. ორივე შემთხვევაში აღმოჩენილმა დნმ-მა დაადასტურა, რომ ეს შემთხვევები დაკავშირებული იყო. 2014 წელს პოლიციამ სამკაულების მაღაზიის ძარცვა დააკავშირა. თუმცა ამ კავშირმა საქმე მაშინვე არ გადაწყვიტა. დნმ ბაზაში არსებულ არც ერთ მონაცემს არ დაემთხვა. პოლიციას მხოლოდ იმედი უნდა ქონოდა, რომ დამნაშავე ისევ ჩაიდენდა დანაშაულს და ადგილზე დააკავებდნენ. 2016 წელს პოლიციამ გაიგო, რომ ეს უკვე მოხდა. დაახლოებით იმავე პერიოდში, როცა ეს სამი საქმე ერთმანეთს დაუკავშირეს, 30 წლის Alex William Laycock სასჯელი მიუსაჯეს შეიარაღებული ბანკის ძარცვისთვის. მისი სასჯელის ფარგლებში მან დნმ-ის ნიმუში ჩააბარა. დნმ-ის ნიმუშის ჩაბარებას დრო დასჭირდა, მაგრამ 2016 წლისთვის პოლიციამ ის ამ სამი გადაუჭრელი საქმის დაკავშირება შეძლო. ამ დროისთვის Laycock უკვე გათავისუფლებული იყო ციხიდან და თავისი ცხოვრება შეცვალა. მან ძარცვები ჩაატარა იმისთვის, რომ თავისი არალეგალური ნივთიერებების ჩვევა დაეფინანსებინა და შემდეგ შეძლო ამ ჩვევაზე უარის თქმა. მან აღიარა ძარცვები და მას ნაწილობრივ პირობითი სასჯელი მიუსაჯეს. 2012 წლის 2 ივნისს დაახლოებით დილის 8 საათზე სკოტ პენერმა პოლიციას დაუკავშირდა და აცნობა, რომ თავისი ცოლი დები გარდაცვლილი იპოვა მათ სახლში, რჩომთ მომელიც მდებარეობდა სამხრეთ ვაგნერის გზის 2800-იან მონაკვეთში, ლოდი თაუნშიპში, მიჩიგანში. როდესაც გამომძიებლები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, დები საწოლში იპოვეს და დარწმუნებულები იყვნენ, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი აშკარა იყო. მის გვერდით მათ იპოვეს გახსნილი ლუდის ბოთლი და რეცეპტით გაცემული წამლების რამდენიმე ფლაკონი, რომელთაგან ზოგიერთი გახსნილი იყო. გადაწყვეტილი იქნა, რომ დები გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც შემთხვევით მიიღო ზედმეტი რაოდენობის მედიკამენტი, სავარაუდოდ იმის გამო, რომ ზედმეტი ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული. ამ ტიპის შემთხვევები იშვიათი არ არის, რადგან ყოველ წელს ბევრი ადამიანი გარდაცვლილი აღმოჩნდება მსგავს გარემოებებში. როდესაც ადამიანი, რომელიც დამოკიდებულია რეცეპტურ მედიკამენტებზე, ზედმეტად სვამს ალკოჰოლს, მას მარტივად შეიძლება დაავიწყდეს, უკვე მიიღო თუ არა მედიკამენტი და საბოლოოდ ზედმეტ დოზას მიირავს, რაც შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს. დების საქმეში დანაშაულზე ეჭვი არ მიუდანიათ და სკოტი ცდილობდა, როგორც შეეძლო, ცხოვრება გაეგრძელებინა. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ვერ შეძლო, რადგან ალკოჰოლის სმას და არალეგალურ მალე მისი ცხოვრება დაინგრა, არა იმ დანაკარგის გამო, რაც გადაიტანა, არამედ საკუთარი დანაშაულის გრძნობის გამო. დები გარდაცვალებიდან 11 წელი იყო გასული, როცა სკოტმა გადაწყვიტა პოლიციას დაკავშირებოდა და ყველაფერი დაელაგებინა.
მათ და გასაკვირად, მან 2023 წლის ივლისში Green Oak Township-ის პოლიციის განყოფილებას მიაკითხა და იქ შოკის მომგვრელი აღიარება გააკეთა. Scotty-ის თქმით, 2012 წელს დები სხვადასხვა ფსიქიკური და ფიზიკური დაავადებებით იტანჯებოდა, რაც მას ძალიან აწუხებდა და სკოტს ეგონა, რომ რაღაც უნდა გაეკეთებინა. მან და დებიმ უკვე ისაუბრეს იმაზე, რომ მისი ცხოვრება ტანჯვა იყო და სავარაუდოდ მალე გარდაიცვლებოდა, მაგრამ სკოტმა გადაწყვიტა საქმე საკუთარ ხელში აეღო. იმ დილით, რომელზეც საუბარია, მან შეადგინა გეგმა, რომ დაესრულებინა თავისი ცოლის ტანჯვა. მან აღიარა, რომ გარკვეული კვლევა ჩაატარა და გადაწყვიტა დებისთვის სიცოცხლე ჰელიუმის გაზის გამოყენებით დაესრულებინა. იმ ღამეს, რომელზეც საუბარია, ის მზად იყო თავისი გეგმის განსახორციელებლად, რადგან უკვე მოეპოვებოდა ყველა საჭირო ნივთი. ის შევიდა მათ საძინებელში, სადაც დები ეძინა და ღამის დაახლოებით 2 საათისა და 30 წუთისთვის. მან პლაზმასის პარკი შემოახვია მას თავზე. შემდეგ მან პატარა რეზინის მილი გამოიყენა, რომ პარკში ჰელიუმი შეეყვანა, რადგან იცოდა, რომ ეს ჟანგბადს გამოუძევებდა მის ფილტვებიდან ტკივილის გარეშე. სკოტმა დაამატა, რომ მას სასიკვდილო დაავადება დაუთქინდა და უნდა ეღიარებინა ყველაფერი, სანამ გარდაიცვლებოდა. მას ბრალი წაუყენეს გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის არ გადაცემაში და ერთი დღით თავისუფლების აღკვეთა და $1500 ჯარიმა მიუსაჯეს. 2016 წლის სექტემბრის ბოლოს 61 წლის ბარბარა ბრაილი და მისი 5 წლის შვილთაშვილი ლამირა გზაზე იყვნენ ნიუ-ჯერსიდან ჩრდილოეთ კაროლინაში, რათა ოჯახს შობის დღესასწაულებზე ესტუმრებოდნენ. გზები ყინულით იყო დაფარული და ბარბარას უმეტესად სიბნელეში უწევდა მგზავრობა. მოგზაურობის დროს სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა მომენტი, როცა ისინი ბენზინგასამართ სადგურში შევიდნენ, რაც შაბათ-დღეს საღამოს 5 საათსა და 40 წუთზე მოხდა. ასევე დააფიქსირდა, როგორ ტოვებდნენ ისინი ადგილს თითქმის 6 საათამდე ცოტა ადრე. როგორც ჩანს, მოგზაურობისას რაღაცა შეცდომა მოხდა და ბარბარამ ვირჯინიის შტატის დინვიდის ოლქში პატარა გზაზე შეუხვია. მან გააგრძელა სვლა ამ გზაზე, სანამ პატარა ხეს გადაუარა, რის შედეგადაც მისი მანქანა გაიჯედა. გადაწყვიტეს მოთმინებით დაულდებოდნენ სხვა მანქანას და დახმარება ეთხოვათ, რადგან ძალიან ციოდა იმისთვის, რომ ორნი დახმარების საძებნელად წასულიყვნენ. რამდენიმე საათი გავიდა და არავინ მისულა მათ დასახმარებლად. გზა, რომელზეც ისინი გაიჯედნენ, დაახლოებით 1 მილის დაშორებით იყო ასფალტირებული გზიდან, თუმცა მაშინ ამის შესახებ არ იცოდნენ. რამდენიმე დღე გავიდა და ორივე ისევ მანქანაში იყო გაჯედილი. საბედნიეროდ მანქანაში ბოთლები ჰქონდათ, რომლებშიც თოვლის დნობა შეეძლოთ და წყლის წყაროდ იყენებდნენ. მათთან ერთად რამდენიმე წასახემსებელიც ჰქონდათ, მაგრამ ამ დროისთვის ისიც ამოეწურათ. ბარბარა ძალიან დაიღალა საკვების ნაკლებობისა და ცივი ამინდის გამო. ჩრდილოეთ კაროლინაში მცხოვრები ოჯახი შეშფოთდა, როცა ისინი სახლში არ მივიდნენ, ამიტომ მათი გაუჩინარების შესახებ განაცხადეს. მოძებნის ჯგუფები ორგანიზებულ იქნა ავარიების მოსაძებნად და ვერტმფრენები ატარებდნენ წრეებს, ნენწრეებს გაუჩინარებული ორივეს მოსაძებნად. ერთ მომენტში ვერტმფრენმა ზუსტად იმ ადგილს გადაუფრინა, სადაც ისინი იმყოფებოდნენ, მაგრამ ტყე ძალიან სქელი იყო და ქვემოთ არაფერი ჩანდა. სწორედ მაშინ ხელისუფლებამ მოგვიანებით გადაამოწმა ბენზინგასამართ სადგურზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები, რამაც მათი საერთო მიმართულება გამოავლინა, მაგრამ არავის ეგონა, რომ ბარბარა მარშრუტს გადაუხორდა და უცნობ გზაზე წავიდოდა. მათი გაუჩინარებიდან 4 დღის შემდეგ ახლონდებარე მიწისნაკვეთის მფლობელმა მანქანა იპოვა და ბარბარა უგონოდ აღმოაჩინა, ხოლო ლამირა სრულიად ჯანმრთელი იყო. ორივე ხეს მიყრდნობილი ისხდნენ. აღმოჩნდა, რომ ლამირამ თავისი დიდი ბებია გამოკვება და თბილად შეინარჩუნა იმ რამდენიმე დღის განმავლობაში, როცა ისინი დაკარგულები იყვნენ. თუმცა 4 დღე ბევრი არ ჩანს. ზამთრის შუაგულში ეს გადამწყვეტი იყო როგორც პატარა გოგოსთვის, ისე ხანდაზმული ქალისთვის. ბარბარა ვერტმფრენით გადაიყვანეს რიჩმონდში, VCU სამედიცინო ცენტრში, სადაც ის მძიმე მდგომარეობის მქონე პაციენტების სიაში შეიყვანეს. გამოძიება ჩატარდა იმის დასადგენად, თუ რა მოხდა. გამოჩნდა, რომ ბარბარამ თორიანი გზიდან ტყეში გადაუხვია, შემდეგ კი პატარა ხეს გადაუარა და მანქანა გაიჯედა. მან სცადა უკან დაძვრა, მაგრამ მანქანა კიდევ უფრო მეტად რაიჯედა. მანქანა, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ, აღმოაჩინეს მთავარი გზიდან 1.5 მილის დაშორებით და მტვრიანი გზიდან 45 ფუტის მანძილზე გაჩერებული. ხანდაზმული ქალი და მისი შვილთაშვილი 50 იარდის მოშორებით აღმოაჩინეს. ვირჯინიის შტატის პოლიციის სერჯანტმა სტივ უიკმა განაცხადა, რომ როგორც ჩანს, ისინი იკვებებოდნენ წვენის პაკეტებით, ვაშლებით და კიდევ რამდენიმე სხვა პროდუქტით. მან განმარტა, რომ ისინი ჭამდნენ და სვამდნენ იმ რამდენიმე დღის განმავლობაში, რაც გაჯედილები იყვნენ. როგორც ჩანს, ორივე სასწაულებრივად დროულად იპოვეს. სხვა შემთხვევაში ბარბარა შესაძლოა სრულად ვერ გამოჯანმრთელებულიყო. ორივე ნათესავი, როგორც ჩანს, ერთმანეთს გადაარჩინა. არსებობს ეჭვი, რომ ბარბარა ამ 4 დღის განმავლობაში ლამირას საკვებს აძლევდა, როცა თვითონ ნელ-ნელა კარგავდა ენერგიას. და სწორედ მაშინ სავარაუდოდ ახალდაზრდა გოგონა ჩაერია და მოხუცი ქალი თბილად და უსაფრთხოდ შეინარჩუნა, სანამ ისინი სრულიად შემთხვევით გადაარჩინეს.
თუ იმ საკუთრების მფლობელი, სადაც მანქანა იყო გაჩერებული, გარეთ არ გავიდოდა და მას არ აღმოაჩენდა, ორივე შეიძლება დღეს ცოცხალი აღარ ყოფილიყო. ბარბარამ სრულად გამოჯამრთელდა, ხოლო ლამერა უვნებელი დარჩა და მოკლე შემოწმების შემდეგ ოჯახს დაუბრუნდა. ოჯახს არ აქვს ზუსტი პასუხი, რატომ გადაუხვია ბარბარამ იმ უცნობ გზაზე, რადგან ამ მარშრუტით წლების განმავლობაში არაერთხელ უმგზავრია. მათ ასევე განაცხადეს, რომ ბარბარას არ აქვს ცნობილი ჯანმრთელობის პრობლემები. 1946 წლის ნოემბერში ლონდონის ინგლისის ცხოვრებლებს ურჩიეს ფხიზლად ყოფილიყვნენ, რადგან პოლიცია მეჯვი მიიტანა, რომ ქალაქში სერიული მკვლელი მოქმედებდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დაახლოებით 4 ქალმა, რომლებიც ყველა ქუჩაში მომუშავე ქალები იყვნენ, სიცოცხლე დაკარგეს უცნობი თავდამსხმელის ხელში. ამ დანაშაულებმა მაშინმა ყველას გაახსენა ამ რაიონში ცნობილი უაიტჩეპელის მკვლელობები, რბები, რომლებიც ჩაიდინა ცნობილმა სერიულმა მკვლელმა ჯეკ მფატრავმა, რომელიც დღემდე უცნობია, მიუხედავად იმისა, რომ არაერთმა ისტორიკოსმა, ავტორმა და გამომძიებელმა განაცხადა, რომ მათ გამოავლინეს დამნაშავის ვინაუინაობა. გაზეთებმა დაიწყეს ცნობების გავრცელება, რომ თავდამსხმელი, რომელსაც მათ სოჰოს ჯეკი უწოდეს, შესაძლოა ღამით ლონდონის ქუჩებში დაეხეტებოდა და ჭორები გავრცელდა, რომ მეტი თავდასხმა გარდაუვალი იყო. ერთ-ერთი ქალი, რომელმაც სიცოცხლე დაკარგა, იყო 26 წლის მარგარეტ კუკი, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს ქალაქის ერთ-ერთი ღამის კლუბის გარეთ. მას ცეცხლსასროლი იარაღით დაესხნენ თავს და გამოძიება მაშინვე დაიწყო. აღმოჩნდა, რომ მარგარეტმა ბავშვობა ბრედფორდში გაატარა და იმ დროს იგი სოჰოსთან ახლოს ცხოვრობდა, რომელიც იმ პერიოდში ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ რაიონად ითვლებოდა. მან სამსახური იპოვა ბლუ ლაგუნის კლუბში, სადაც ეგზოტიკური მოცეკვავე იყო და მას სამართალდამცავებთან ურთიერთობის ისტორია ჰქონდა. ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში იგი დააგავეს და არასრულწლოვანთა დაწესებულებაში გაგზავნეს, ხოლო ზრდასრულ ასაკში მას რამდენიმე სხვადასხვა ფსევდონიმის გამოყენების ჩვევა ჰქონდა, რამაც მისი საქმის გამოძიება კიდევ უფრო გაართულა. პოლიციას კარგად ესმოდა, რომ ბლუ ლაგუნი მხოლოდ ღამის კლუბი არ იყო, არამედ ბორდელიც, სადაც რამდენიმე ქალი მუშაობდა. თავდასხმის მოტივი გაურკვეველი დარჩა, თუმცა ითქვა, რომ მარგარეტი კლუბის წყლის სავსსა და შესასვლელ კარს შორის ვიწრო დერეფანში მოკლეს. ერთმა ყოფილმა პოლიციელმა განაცხადა, რომ კლუბის გარეთ მამაკაცსა და ქალის კამათი დაინახა და ერთ მომენტში ქალმა დაიღვირა, რომ მას ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა. როცა ყოფილი ოფიცერი მამაკაცს მიუახლოვდა, მან უთხრა, რომ თავის საქმეს მიხედოს და ოფიცერმაც ასე მოიქცა, რადგან ეშინოდა, რომ მასზე იძალადებდნენ. მხოლოდ რამდენიმე წამში მან ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის ხმა გაიგონა და როცა შემოbrunდა, მოახერხა და დაინახა თავდამსხმელი, რომელიც ქუჩაში გარბოდა. რამდენიმე ადამიანმა თავდასხმა იხილა და სამმა გამლეულმა სცადა თავდამსხმელის შეჩერება, მაგრამ მან მოახერხა, რომ ბრბოში გაქცეულიყო და თვალთახედვიდან გამქრალიყო, სანამ ისინი მისდევდნენ. მხოლოდ 2015 წელს გადაწყდა ეს საქმე საბოლოოდ, როდესაც 91 წლის უცნობმა მამაკაცმა ონტარიოს პოლიციის განყოფილებაში შევიდა კანადაში და აღიარა დანაშაული. მან განაცხადა, რომ მას და მარგარეტს კამათი მოუვიდათ მას შემდეგ, რაც მან ფული გამოსთხოვა და გადაწყვიტა დაესრულებინა მისი სიცოცხლე მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ცეცხლსასროლი იარაღით, რომელიც თან ჰქონდა. ერთმანეთის გაცნობიდან მხოლოდ ერთი თვის შემდეგ კრეიგ დუაიტ უილიამსონმა, რომელიც იმ დროს 46 წლის იყო, და კრისტინ რეინჰარტმა, რომელიც 41 წლის იყო, იქორწინეს ლეიკ ტაჰოზე 1990 წლის 7 სექტემბერს. ახალდაქორწინებულებმა უისკონსინში ფერმა იყიდა, სადაც დაიწყეს ტილაპიის მოშენება იმ იდეით, რომ ქვეყნის მასშტაბით გაიყიდათ. 1993 წლის 28 აგვისტოს კრეიგი კოლორადო სპრინგსში გაემგზავრა თევზის გასაყიდად. რამდენიმე კვირით ადრე მას ტვინის შერყევა ჰქონდა და ამ მიზეზით კრისტინი მგზავრობაზე ღელავდა. კოლორადო სპრინგსში ჩასვლის შემდეგ კრეიგმა საქმიანი შეხვედრებისთვის მანქანა ეკირავა. 30 აგვისტოს საღამოს 9 საათზე მან კრისტინს ტელეფონით ესაუბრა იმ სასტუმროდან, სადაც ის დარჩენილიყო. ეს იქნებოდა უკანასკნელი შემთხვევა, როცა კრისტინი თავის მეუღლეს ესაუბრებოდა. ის მეორე დღეს უნდა დაბრუნებულიყო უისკონსინში, მაგრამ იქ აღარ ჩასულა. იმავე დღეს მისი საკრედიტო ბარათები აღმოაჩინეს ელ-პასოში, ტეხასში, რომელიც კოლორადოდან 665 მილითაა დაშორებული. ორი კვირა იყო გასული და მანქანა, რომელსაც ის იყენებდა, მიტოვებული იპოვეს მექსიკის ხუარესის საზღვარზე, მაგრამ ხელისუფლებას დანაშაულის ნიშნები არ დაუდგენია. კრეიგის გაუჩინარების გამოძიებას დეტექტივი რობერტ ჯონსონი ხელმძღვანელობდა, ხოლო კრისტინმა საკუთარი ძიება დაიწყო ქმრის საიდუმლო გაუჩინარების საქმეზე. 14 სექტემბერს ის მივიდა იმ სასტუმროში, სადაც კრეიგი ცხოვრობდა. სწორედ აქ აღმოაჩინა, რომ კრეიგს ყველა თავისი ნივთი დატოვებული ჰქონდა, მაგრამ არანაირი ბრძოლის კვალი ან მტკიცებულება დანაშაულის შესახებ არ არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა მტკიცებულება იმისა, რომ კრეიგს რამე ცუდი შეემთხვა, კრისტინი მაინც ფიქრობდა, რომ მას თავს დაესხნენ, მას შემდეგ, რაც რამდენიმე კვირით ადრე მიღებული ტვინის შერყევის გამო უცნობ ადგილას წავიდა.
მას შემდეგ, რაც ტელევიზიით რამდენიმე ახალი ამბავი გავრცელდა, მონტანადან პენსიაზე გასული მედდა, სახელად ჯუდი ინმანი, გამოვიდა მინიშნებით. ჯუდი მონტანადან ვაშინგტონში მატარებლით მგზავრობდა კრეიგის გაუჩინარებიდან 2 კვირის შემდეგ. მან გაიხსნა, რომ მატარებელში იყო კაცი, რომელიც გაუჩერებლად ლაპარაკობდა აკვარიუმებზე და ამბობდა, რომ თევზები ამერიკის გარედან იყო. ჯუდი გამოცდილი მედდა იყო და დაასკნა, რომ იმ კაცს თავის ტრავმა ჰქონდა მიღებული. ამის მოსმენის შემდეგ კრისტინმა იფიქრა, რომ ის კაცი სინამდვილეში მისი ქმარი იყო და ვაშინგტონში მიემგზავრებოდა, რადგან სწორედ იქ შეხვდნენ ერთმანეთს პირველად. შემდეგი 6 კვირის განმავლობაში კრისტინი კაცის ძებნაში იყო და ჩერდებოდა ყველა იმ ადგილას, სადაც მატარებელი გაჩერდა, როცა ჯუდი და კრეიგი მასში ისხდნენ. ჯუდი და კრისტინიც შეხვდნენ ერთმანეთს, რათა ესაუბრათ მომხდარზე და გაეხსენებინათ, როგორ გამოიყურებოდა ის კაცი. აღწერაში დეტალურად იყო აღწერილი ადამიანი, რომელიც კრეიგს ჰგავდა. მისმა ვაჟმაც გააკრა დაკარგული ადამიანის პლაკატები, მაგრამ უშედეგოდ. ამ პერიოდში კრისტინი დარწმუნებული იყო, რომ მისი დიდი ხნის დაკარგული ქმარი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ეს ამბავი პოპულარული გახდა, როდესაც 1994 წლის 25 მაისს გადაცემა გაუხსნელი საიდუმლოებები ეთერში გავიდა. თუმცა ეს არანაირ კვალს არ მიიყვანა, სანამ ის მეორედ არ გავიდა ეთერში, რამაც რეალურად გამოიწვია საქმის გახსნა. 1995 წლის ივლისში, როდესაც ეს ეპიზოდი ხელახლა გავიდა ეთერში, კრეიგმა საბედნიეროდ ნახა იგი და საკუთარი თავი იცნო. ის ცხოვრობდა Key Westში, ფლორიდაში, სადაც მღვინთავად მუშაობდა. მან ახსნა, რომ როდესაც Colorado Springs-ში იყო, მას თავს დაესხნენ და ამის შემდეგ ამნეზია განუვითარდა, რაც კიდევ უფრო გააუარესა იმ თავის ტრავმამ, რომელიც მოგზაურობამდე რამდენიმე კვირით ადრე მიიღო. კრეიგს თავდასხმის შესახებ ბევრი არაფერი ახსოვდა და მოგვიანებით საავადმყოფოში გამოუფხიზლდა, სადაც ეგონა, რომ მისი სახელი რონი იყო. კრეიგმა განაცხადა, რომ ამის შემდეგ Key West-ში დაეხეტებოდა, სანამ საბოლოოდ მღვინთავად არ დაიწყო მუშაობა. მოგვიანებით მან კონტაქტი დაამყარა როგორც კრისტინთან, ასევე თავის ყოფილ ცოლთან. მისმა მენეჯერმა ბაბ მემ განაცხადა, რომ ის ყველას, ვინც მოусმენდა, თავიდან უყვებოდა ამბავს, თუ როგორ დაესხნენ თავს. სამწუხაროდ, დიდი ხნის დაკარგულ კრეიგ უილიამსონს ცოლი და ოჯახი აღარ ახსოვდა, თუმცა რამდენიმე დღეში კრისტინს კვლავ შეხვდა. შემდეგ თვილი Colorado Springs-ში გაემგზავრა, რათა კრეიგს მეხსიერება აღდგენოდა, თუმცა ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. რადგან კრეიგს კრისტინთან ერთად გატარებული ცხოვრება აღარ ახსოვდა, მათ გადაწყვეტეს განქორწინებულიყვნენ და სხვადასხვა გზით გაეგრძელებინათ ცხოვრება, თუმცა მეგობრებად დარჩნენ. კრეიგი კალიფორნიაში წავიდა, სადაც მეგობრებთან დარჩა, ხოლო კრისტინმა ახალი ცხოვრება ვაიომინგში დაიწყო. გამოძიებაში ჩართული გაუნძიებლები კრეიგის განცხადებებს ბოლომდე არ ენდობიან და მიაჩნიათ, რომ მან ეს ყველაფერი დადგა, რათა სრულიად ახალი ცხოვრება დაეწყო. თუმცა კრეიგ უილიამსონმა საკუთარი გაუჩინარების ამოხსნა შეძლო იმის წყალობით, რომ მისი ისტორია ტელევიზიით გააშუქეს. არავინ ელოდა, რომ ის საკუთარ თავს იპოვიდა და ოჯახს დაუბრუნდებოდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რამდენიმე წელი დაკარგულად ითვლება. 24 წლის Susan Marcia Rose-ის საქმეს 44 წელი დასჭირდა, რომ საბოლოოდ ამოხსნილიყო. ეს არ იყო პოლიციის გულმოდგინე მუშაობის დამსახურება, არამედ მისი თავდამსხმელის აღიარების, რომელმაც ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტა სიმართლე ეთქვა. 1969 წელს Susan Rose ბოსტონში ცხოვრობდა და იმ წლის ჰელოუინამდე ცოტა ხნით ადრე გადაწყვიტა ქალაქის საციგურაო მოედანზე წასულიყო, რომ მეგობრებთან ერთად დრო გაეტარებინა. მოწმეების თქმით, იქ მან შეხვდა მამაკაცს, რომელსაც მანამდე არასდროს ენახათ და ისინი საუბარს შეუდგნენ. მათ გადაწყვეტეს წასულიყვნენ ისეთ ადგილას, სადაც მარტო იქნებოდნენ და საციგურაო მოედნიდან ცოტა მოშორებით გასვლის შემდეგ შევიდნენ საცხოვრებელ კორპუსში, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. რამდენიმე მოწმეამ შენობაში შესვლა დაინახა, მაგრამ მათ არ იცოდნენ, რა მოხდა სულ რამდენიმე წამში. როგორც კი ისინი შევიდნენ, მამაკაცმა აიღო ჩაქუჩი, რომელიც ერთ-ერთმა მშენებელმა დატოვა და ამ ჩაქუჩით სიუზანზე თავდასხმა დაიწყო, რის შედეგადაც სიუზანი მოკლა. მან იცოდა, რომ იმ ღამით შენობა ცარიელი იქნებოდა, ამიტომაც ძალიან არ ღელავდა, რომ დანაშაულის ადგილზე დააკავებდნენ. მეორე დილით გაღვიძებისთანავე პანიკაში ჩავარდა, რადგან იცოდა, რომ პოლიცია სიუზანის თავდამსხმელს ეძებდა. ამიტომაც გადაწყვეტა ჩაელაგებინა თავისი ნივთები და ნიუ-იორკში გაქცეულიყო. ამასობაში თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო და ეჭვმიტანილიც გამოავლინეს. კაცი, რომლის სახელიც არ გამოუცხადებიათ, დააკავეს და სუზანის სიცოცხლის მოსპობაში დაადანაშაულეს. მაგრამ 2 წლის განმავლობაში ციხეში იმ დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია ყოფნის შემდეგ, 1991 წელს გაამართლეს, მაშინ როცა ნამდვილი დამნაშავე თავისუფალი დარჩა. აუტოპსიამ დაადასტურა, რომ სუზანი მძიმე ბლაგვის საგნით დაესხნენ თავს, რადგან მას ტვინის დაზიანება და რამდენიმე მოტეხილობა ჰქონდა მიღებული, რამაც მისი სიცოცხლე შეიძირა. დანაშაულის ადგილიდან აიღეს დნმ-ის ნიმუშები, მაგრამ იმ დროს დნმ-ის ტექნოლოგია ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე იყო და ნიმუშები პოლიციისთვის დიდად გამოსადეგი არ აღმოჩნდა.
სუზანის ცხოვრების შესწავლისას გაირკვა, რომ ის ბოსტონიდან პენსილვანიაში ჯონსტაუნში გადავიდა და დასახლდა ბინაში, რომელიც ახლოს იყო სასრიალო მოედანთან, სადაც მან თავისი თავდამსხმელი გაიცნო. რადგან სხვა ეჭვმიტანილები არ გამოვლინდა და ახალი კვალი აღარ არსებობდა, პოლიციას საქმის გამოძიებისთვის მეტი აღარაფერი შეეძლო გაეკეთებინა. და მას შემდეგ, რაც თავდაპირველი ეჭვმიტანილი ყველა ბრალდებაში გაამართლეს, საქმე ჩიხში შევიდა. შემდეგი 44 წლის განმავლობაში არავინ გამოვიდა დამატებითი ინფორმაციით. და სუზანზე თავდამსხმელი როგორც ჩანს ამ დანაშაულისთვის დაუსჯელი დარჩა. მაგრამ ეს შეიცვალა 2023 წლის სექტემბერში, როდესაც 68 წლის მამაკაცმა, სახელად ჯონ ერმერმა, გადაწყვიტა ეღიარებინა. ის შევიდა FBI-ს ოფისში ორეგონში და განაცხადა, რომ სჭირდებოდა ეღიარებინა დანაშაული, რომელიც დიდი ხნის წინ ჩაიდინა. მან სრულად აღიარა დანაშაული და აღწერა თუ როგორ მოხდა ყველაფერი იმ ღამით, რის შემდეგაც ის დააგავეს. პოლიცია მოგვიანებით განაცხადებდა, რომ ასევე განიხილავდნენ შესაძლებლობას, რომ ერმერმა სხვის სიცოცხლესაც დაასრულა, თუმცა ამ საქმეზე კომენტარს არ აკეთებდნენ, რადგან გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობდა. ერმერი დააბრუნეს ორეგონში, რათა სასამართლოს წინაშე წარგენილიყო, მაგრამ პროკურატურამ შენიშნა, რომ მას უკვე ჰქონდა კრიმინალური წარსული, რადგან ადრე 30 წლით პატიმრობა ჰქონდა მის ჭილი სხვა მკვლელობისთვის. ერმერს ჯერ კიდევ არ მიუსჯიათ სასჯელი, რადგან მისი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ ცხადია, რომ მას კიდევ მრავალი წლის განმავლობაში მოუწევს პატიმრობაში ყოფნა. ამბობენ, რომ არასოდეს უნდა წამოიწყო ბიზნესი ოჯახის წევრთან ან კარგ მეგობართან, რადგან დიდი შანსია, რომ ურთიერთობა დაიძაბოს და საბოლოოდ დაინგრეს. ეს შეიძლება მართალი იყოს, მაგრამ შემთხვევა, რომელშიც ორი იდენტური ჯგუფი, ძმა, კარლ სმითი და კევინ დუგარი მონაწილეობენ, წარმოაჩენს იმგვარ ღალატს ოჯახის წევრისგან, რასაც ჩვენგან უმეტესობა წარმოუდგენლად მიიჩნევს. როცა ისინი ჯერ კიდევ ბიჭები იყვნენ, ჯგუფების ერთმანეთისგან გარჩევა თითქმის შეუძლებელი იყო, თვითონ მშობლებისთვისაც კი, და ძალიან ერთობოდნენ, როცა ხანდახან ერთმანეთის ტანსაცმელში იცომდნენ და მეგობრებს ატყუებდნენ. ისინი ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან და ყველაფერს იზიარებდნენ, მათ შორის სენდვიჩებსაც, რომელსაც დედა ყოველდღე ულაგებდა სკოლაში წასასვლელად. სინამდვილეში მოგვიანებით, როცა ერთ-ერთ ძმას ფოტოს უჩვენებდნენ, ვერა სხოვებდა, თავად იყო თუ მისი ძმა იმ სურათში. მაგრამ მათი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვლებოდა 2023 წლის მარტში, როდესაც ერთმა კაცმა ჩიკაგოს აპტაუნში, შერიდან როუდსა და არგაილ სტრიტთან ახლოს ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო და 3 ადამიანზე გაისროლა. თვიამ ანტუან კარტერი იმსხვერპლა, ხოლო მეორე მამაკაცი, რონი ბოლდენი, დაჭრილი დარჩა. მას სასწრაფოდ ახლომდებარე საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა, სადაც მკურნალობა ჩაუტარდა და საბოლოოდ სრულად გამოჯამრთელდა. თავდამსხმელი იარაღის გასროლის შემდეგ მაშინვე მიიმალა ტერიტორიიდან და პოლიციას მხოლოდ მოწმეების ჩვენებები და დამნაშავის აღწერა ჰქონდა. მას შემდეგ, რაც ბოლდენი საკმარისად გამოჯამრთელდა, მას აჩვენეს რამდენიმე ეჭვმიტანილის ფოტო ამ საქმეში და მან შეძლო კარლის ამოცნობა, როგორც იმ კაცის, რომელმაც მას ესროლა. საინტერესოა, რომ კევინის ფოტო არ იყო წარმოდგენილი ამ ამოცნობაში და მას შემდეგ, რაც კარლზე მიუთითეს, პოლიციამ არანაირი მცდელობა არ დამოიჩინა კევინის როგორც შესაძლო ეჭვმიტანილის დაკითხვისთვის. კევინი იბოეს და მიუხედავად იმისა, რომ უდანაშაულობას ამტკიცებდა, მას 54 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მიუხედავად იმისა, რომ ის პატიმრობაში იყო, მან განაჩენი რამდენჯერმე გაასაჩივრა, მაგრამ შედეგი თითქმის არ ჰქონდა, რადგან პოლიცია დარწმუნებული იყო, რომ სწორ ადამიანს დააგავეს. კევინი და კარლო ერთმანეთს მომდევნო 38 წლის განმავლობაში აღარ შეხვდნენ, სანამ კევინი სასჯელს იხდიდა. 2013 წელს კარლომ გადაწყვიტა, რომ სწორი საქციელი უნდა გაეკეთებინა და პოლიციას დაუკავშირდა, რათა ეღიარებინა, რომ კარტერი მან მოკლა. მაგრამ მას სერიოზულად არ მიუეს და მისი განცხადების დასადასტურებლად არაფერი გაკეთებულა. მხოლოდ 2016 წელს მოусმენდნენ მას, როდესაც კარლო სასამართლოში გამოვიდა და ნაფიც მსაჯულთა წინაშე აღიარა. ის იმ დროსაც პატიმრობაში იმყოფებოდა, რადგან მონაწილეობდა სახლის წარსვაში, რომლის დროსაც ვიღაცამ სიცოცხლე დაკარგა და მას 99 წლიანი სასჯელი მიუსაჯეს. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მან სრულად აღიარა დანაშაული, ბრალდებას კარლოს მოტივი საეჭვოდ ეჩვენებოდა. მათ განაცხადეს, რომ ის ისედაც დარჩენილ სიცოცხლეს ციხეში გაატარებდა და შესაბამისად მას დასაკარგი არაფერი ჰქონდა. მათ აწუხებდათ, რომ მან აღიარა დანაშაული მხოლოდ იმისთვის, რომ თავის ძმას ციხიდან გამოსვლაში დახმარებოდა და სინამდვილეში კევინი იყო დამნაშავე. რაც არ უნდა იყოს, კარლის აღიარება საბოლოოდ მიიღეს 2022 წელს და გაათავისუფლეს, რომ თავიდან დაეწყო ცხოვრება. დიდი მადლობა, რომ უყურეთ. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად დააწექით მით მოწონების ღილაკს. ასევე, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ არხი და დააჭიროთ ზარის ღილაკს, რომ არ გამოტოვოთ ჩვენი მომავალი ვიდეოები. მე ვარ ტოპ 5 ანაუნს და შემდეგ ვიდეოში ისევ შევხვდებით.